მოგესალმებით ძვირფასეო მაყურებლებო. ეს გახლავთ გადაცემა დასაბამიდან სასუფევლამდე დებატები და მე ვარ მის წამყვანი თამთა წუწუნავა. დღეს ჩვენთან სტუმრად არიან ბატონი კახა კუკავა, პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი. ბატონი იაგო ხვიჩია, პარტია ახალი პოლიტიკური ცენტრი, მოკლედ დასახელებით გირჩი, კი ბატონო, მასალით. თავმჯდომარე თბილისის მერობის კანდიდატი. ბატონი ზურაბ მახარაძე, პარტია კონსერვატორების საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატი. სანამ გადაცემას დავიწყებთ, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მივმართეთ წერილობითი ფორმით ყველა კვალიფიციურ, ზოგიერთ არაკვალიფიციურ პარტიას, მოვიწვიეთ ისინი დებატებში მონაწილეობის მისაღებად, თქვენს გარდა ჯერჯერობით არავინ გამოგხმაურებია. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ თქვენთვის სასურველ დროს, როგორც სამეფო არხზე, ასევე არხზე რჩეული. და კიდევ დაწყებამდე ჩვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა განწყობისთვის ვნახოთ სამწუთიანი 1918-20 წლების თბილისის დოკუმენტური კადრები და ეხლა სწორედ ეს იქნება. როგორც ვნახეთ, ეს არის საკმაოდ დიდი ხნის დოკუმენტური კადრები, რა თქმა უნდა, იმის შემდეგ განვითარდა გალამაზდა, შეიცვალა თბილისი და მე აქ მინდა დავამატო, როდესაც რომელიმე თქვენთაგანი ამ არჩევნებზე გახდებით თბილისის მერი, მე პირობას გაძლევთ, გავუშვებ 2025 წლის თბილისის კადრებს და იქვე ვიტყვით, აი შეხედეთ, როგორ განვითარდა გალამაზდა, რამდენი კარგი საქმე გაკეთდა თბილისში. კარგი. კი ბატონო, დღევანდელი გადაცემა
ჩვენ ვისაუბრებთ თვითმმართველობაზე, მის არსზე, მნიშვნელობაზე, როგორ მოქმედებს ის ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. როგორც ვიცით, საქართველოს თვითმმართველობას დღევანდელი სახით ჩამოყალიბებამდე საკმაოდ რთული და საინტერესო ისტორია აქვს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა კონდეს მას უკვე კარგი გამოცდილება იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, საერთო თვითმმართველობა იყოს ეფექტური, თანამშრომლობდეს კონსტრუქციულად მმართველ ხელისუფლებასთან მოქალაქეების სასიკეთოდ. რამდენად ეს ესეა, დავადგინოთ ჩვენ გადაცემაში. კი ბატონო კახა, დავიწყოთ თქვენით. პირველი შეკითხვა, რა არის თვითმმართველობა, შევახსენოთ მაყურებელს და რისთვის არის ის საჭირო? ძალიან დიდი მადლობა ეთერში მოწვევისთვის პირველ რიგში. ჯერჯერობით პირველ დებატებში მონაწილეობს საერთოდ ამ საარჩევნო კამპანიაში და საერთოდ ეს სიმახინჯე არის, რომ საარჩევნო კამპანიები საქართველოში გახდა მარტო რაღაცა ინდუსტრია არის, რომ პლაკატი უნდა გააკრა, ფლაიერი უნდა დაარიგო. მე მახსოვს ჯერ კიდე ის დრო, როდესაც საარჩევნო კამპანიის ძირითადი ნაწილი იყო, რომ ეთერში უნდა დამჯდარიყავი და იქ განმოიგებდი ან წააგებდი და ეხლა რეალურად ჩვენ ხედავთ, რომ ამისგან შორს ვარ, თუმცა თქვენ არ ხდით მადლობას გიხდით, რომ მაინც ასე ვთქვათ, ამ კამპანიის კლასიკურ ელემენტის შენარჩუნებაში გვეხმარება. ბატონო კახა, უკაცრავად გაწყვეტინებ, ჩვენ სიამოვნებით ჩავატარებდით ესეთ დებატებს, რა თქმა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ არ მოდის მმართველი პარტია, რომ იმათთან მოახდინოთ კანდიდატი და არამმართველიც, რომ კანდიდატებს შორის მოხდეს, რა თქმა უნდა, ზოგიერთი არამმართველიც. რაც შეეხება თვითმმართველობას, დიახ, მართლაც ეს შეკითხვა თითქოს ისეთი არის ძალიან ტრივიალური და ადვილი, თუმცა რო ვთქვათ, საქართველოში ჩვენ მეხსიერებაში თვითმმართველობა არ ყოფილა არასდროს. და თვითმმართველობა პრინციპში შეიძლება სამართლიც იყოს ამისი თქმა, მაგრამ მე მგონი არსებობდა ერთადერთხელ საქართველოში მეფის რუსეთის დროს. როდესაც მამასახლისებს ირჩევდნენ და რაღაც ჩანასახავენ მანამდეც იყო, რა თქმა უნდა. მანამდეც შეიძლება იყო, მე ვამბობ, რომ მას მერე არ ყოფილა, იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდში ბუნებრივი არანაირი თვითმმართველობა არ ყოფილა და რაც შეიქმნა უკვე რაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, ნუ ეხლა პირველი ხელისუფლება ძალიან ცოტა ხანს არსებობდა და შემდგომში უკვე შევარდნადეს და განსაკუთრებით სააკაშვილის და ივანიშვილის ხელისუფლება ერთნაირად მიიჩნევდა, რომ თვითმმართველობა ეს არის დანამატი ცენტრალური ხელისუფლების. ეს შეეხება როგორც შინაარსობრივად და სტრუქტურულად, ეხლა რო ნახოთ შარშან, უბრალოდ წინა ადგილობრივ არჩევნებს, ან თუნდაც იმის წინა ავიღოთ. როგორც ტრაგედიას ისე განიხილავდნენ, რომ წალენჯიხაში მოიგო არჩევნები ცუდი პარტიის თუ კაი პარტიის ერთადერთ ქალაქში მოიგო სხვა პარტიის წარმომადგენელმა. ეს ხო რაღაცა რა ვიცი საოცრება არის ხა ჩვენ რუსეთს ვაკრიტიკებთ რომ არ არის რუსეთში დემოკრატია დაუშვათ ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული ქვეყანაა თუმცა რუსეთში არის ბევრი ქალაქები მათ შორის დიდი ქალაქები სადაც იგებენ ოპოზიციის მათ შორის რადიკალური ეკატერინბურგის მესამე თუ მეოთხე ქალაქია იყო როიზმანი ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციონერი წესი კი არ არის იქ ისე არ გამიგოს ვიღაცამ რომ რუსეთში დემოკრატია არ არის და ზუსტად რუსეთი იმიტომ მომყავს მაგალითი რომ იქაც კი ესეთი პრეცედენტები არის საქართველოში არის სამარცხვინო მართლაც ვართ ჩვენ რაღაცა ჩრდილო კორეის თუ რა ვიცი ხა მეზობერი ავტორიტარული ქვეყნები არ მინდა გადავიკიდო თორემ მაგათაც დავასახელებდი უზბეკეთის და ასეთ დონეზე რომ ყველა აიხაც გამოვიდა კალაძე და კობახიძე და თქვენს რომ ჩვენ 64-ე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს და რა გონიათ რომ ეს ნორმაა? ეს არის ფსიქიატრიული დიაგნოზი. მეორე ამბავი არის ის რომ თბილისის გარდა პრაქტიკულად ყველა ქალაქში საქართველოში არსებობს არა თვითმმართველობა ადგილობრივ ქალაქებს თუ არ ეწყინებათ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა, ყავთ არა ქალაქის მერები, არამედ კანალიზაციის უფროსები. იმიტომ რომ არაფერი კანალიზაციის და წყალკანალის გარდა, ეხლა რო ქვია სამტრედიის მერი, თელავის მერი, გორის მერი, ნუ მიწყენენ, მაგრამ რეალურად კანონმდებლობის მიხედვით მეტი არაფერი არ ექვემდებარებათ. ბიუჯეტი არ აქვს. ცენტრალური ხელისუფლება წოვს, რასაც ქვია, მთელ შემოსავლებს და მერე ტრანსფერების სისტემით უბრუნებთ მათ ნაწილს. ანუ რეალურად შენ თბილისი ამ შემთხვევაში გამონაკლისია, იმიტომ რომ საკუთარი შემოსავლებიც აქვს და პლუს კანონმდებლობაც ცოტა სხვანაირად არის მოწყობილი, მაგრამ რას ვირჩევთ, რა თუნდა ამ თვითმმართველობას არჩევა, როცა არანაირი ფუნქცია არ აქვს. ჩვენ ახლა ცოტა რო არ გამიგძელდეს სიტყვა, უბრალოდ ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ხარს უჭერთ იმას, რომ ყავდეს რეგიონებში არა კანალიზაციის უფროსები, არამედ რეალური მერები და პირველ რიგში ეს იწყება, რომ მათ უნდა რჩებოდეთ ფინანსების მეტი წილი. რა თქმა უნდა ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა ქონდეს თავისი ფუნქციები, მაგრამ დღეს თუ არის ეს ფუნქციების და ბიუჯეტის 90%-ზე მეტი ცენტრში, უნდა მოხდეს ამისი გადანაწილება და ჩვენ ხარს უჭერთ. არ გვეშინია იმისი, რომ მუნიციპალურ თვითმმართველობას მივცეთ მეტი ფინანსები, მეტი დამოუკიდებლობა. ის არგუმენტი ეხა რომ ძირითადად რასაც ამბობენ, რომ აი სამტრედიის რაც გადავეკიდე, მაგრამ ნებისმიერი რა ვიცი, ჩოხატაურის ბერს რომ მივცეთ ბიუჯეტი მოიპარავს. და რა რო არ აძლევ აქ აგერ არ იპარავენ და არ ხედავთ რომ პირიქით ის პატარა ბიუჯეტიდან ცოტას მოიპარავს უფრო ხელის გულზე იქნება და
აქ რაც უფრო დიდი არის და კონცენტრირებული არის, მით უფრო რთული არის კონტროლერი და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს თვითმმართველობა სამწუხაროდ გვაქვს და ნომინალურად ხაროთ, ეს არის ქაღალზე, არანაირი თვითმმართველობა არ აქვს და ერთსაც ვიტყვი და ნამდვილად დავამთავრებ. აი, აჭარის მაგალითზე გამოჩნდა ძალიან კარგად. ავტონომიური რესპუბლიკა ქვია ქაღალზე და მოხსნეს ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური მოხსნეს, მე რა დღემდე მიიყვანეს სხვა ამბავია კიდე, მაგრამ მე როგორ წავიდა ქვევით პირამიდა, რიჟვაძე რომ მოხსნეს, გადადგა ბათუმის მერი, მე გადადგა, კაი, ბათუმი კიდე ქობულეთის მერიც გადადგა და მე რა ვიცი, მიყვა ალბათ კიდე და პირამიდას რა აზრი აქვს ასეთ თვითმმართველობას, როდესაც მაინც თბილისიდან თუ უნდა დაურეკო, რომ გადადექი ბიჭო, შენ ახლა დაწერე განცხადება და საღამომდე კაბინეტი დაცალე. ამას თვითმმართველობასთან აბსოლუტურად არაფერი საერთო არ აქვს. ანუ ბატონო იაგო, თქვენც ასე ფიქრობთ, რომ თვითმმართველობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და ძირითადად მაინც ძალაუფლება ცენტრის ხელშია. მე მხოლოდ დავამატებდი ახალ არგუმენტებს, იმიტომ რომ ფაქტია, ჩემზე გამოცდილი ადამიანია პოლიტიკაში ბატონი კახა და ფაქტობრივად, როდესაც იწყებოდა თვითმმართველობაზე საუბარი, უფრო აქტიურად იყო კიდე ბატონი კახა დროს პოლიტიკაში და მაშინაც რო ბლეფი იყო. ეს ყველაფერი და დღესაც რო ბლეფია, მე მგონი ძალიან ცხადია და კახამაც სწორად ახსნა. მე უბრალოდ კიდევ ერთ ამას დავამატებდი ამას. აი მარტო ის კი არ არის პრობლემა მთავარი, რომ მათ არანაირი ბიუჯეტი არ აქვს და ფინანსები არ აქვს. სამდრე ჩვენ პრობლემა გვაქვს თვითმმართველობის გაგებასთან, როგორც ასეთთან, იმიტომ რომ თავისი შინაარსით თვითმმართველობა და ერთპიროვნული მმართველობა ერთმანეთთან არის შეუთავსებელი. და როდესაც ქვეყანაში ისტორია გაქვს, რომ სულ ერთპიროვნული მმართველები ყავს სხვადასხვანაირი. კაი ხასიათის შედარებით ცუდი ხასიათის ასეთი პატრიოტი და კლას, მაგრამ ერთპიროვნული მმართველები, იქ შენ ლაპარაკობ ადგილობრივ თვითმმართველობაზე, ეს უბრალოდ უცნაურად გამოიყურება. პირველი რომ ადგილობრივ თვითმმართველობა რო კონდეს, იმისთვის საჭიროა ერთპიროვნულმა მმართველმა თავისი ფუნქციების ნაწილი დათმოს და ხალხს უთხრას, რომ ხალხო, აი ამ საქმეს თქვენ თვითონ მიხედეთ. აი თუ გახსოვთ ბიბლიური ის არის იგავია კი არა შემთხვევაა ერთი ესეთი, როდესაც აი მოსეს თხოვენ მართლმსაჯულების განხორციელებას ყველა საქმეზე და ის ანაწილებს ამ ფუნქციას. ამბობს, რომ არა, ყველაფერი მე არ უნდა გავარჩიო. მოდი ადამიანებმა ისწავლეთ ერთმანეთთან მტყუან მართლის გარჩევა. თქვენ თვითონ აირჩიეთ სხვადასხვა ავტორიტეტები ქვედა დონეზე, რომ ყველაფერი ცენტრში, ანუ თავში არ იყვირდა, არ მოხდეს ადამიანის გაღმერთება რაღაცნაირად და ჩვენ ცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ადამიანის გაღმერთებისკენ ვართ მიდრეკილები. და ამ საზოგადოებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ადგილი არ არის და ეს ხალხი, ვისაც აღმერთებენ, უარს არ ამბობს ღმერთობაზე. ანუ რაღაც გაგებით მიყვებიან ამ თამაში ხალხს და ამ შეცდომას უშვებს ყველა. შესაბამისად, როდესაც საუბრობ ადგილობრივ თვითმმართველობაზე, ხვდები რომ ამ პირობებში, როდესაც ერთპიროვნული მმართველობა გაქვს, რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა? ანუ ეგ ხო არაფერ შუაში არ არის და არც მარტო ფინანსები არ უშველის ამას. აი ფინანსები რო კონდეს ახლა პირობითად ჩხოროწყოს მერს, რა იმ ფინანსებს ისე განკარგავს, რომ ხელისუფლებას არ შეუთანხმებს, მაინც იგივე არ მოხდება. ჩვენ თუ თვითმმართველობაზე მართლა ვსაუბრობთ, უნდა ვილაპარაკოთ საბოლოო ჯამში, არის იდეალურ საქართველოში, ახლა თორე დღეს როდესაც პოლიტიკური პარტიები ერთმანეთში ვერ ლაპარაკობენ და ჩვენ სამი ადამიანი ვზივართ აქ მარტო კანდიდატები და ყველა ერთმანეთს უარს ეუბნება ლაპარაკზე, იმიტომ რომ მე შენზე მეტი რეიტინგი მაქვს და ამიტომ არ გიჯდები სალაპარაკოთ. მასე ხო არასდროს არ გამოვა რეიტინგი, ვიღაცაზე მაგარი რეიტინგი ექნება. ხო და ამ პირობებში რა თვითმმართველობაზე უნდა ველაპარაკოთ თორე? ისე იდეალურ საქართველოში, როგორც ტრადიციული წესი იყო, ხალხი ადგილზე უნდა ირჩევდეს საკუთარ მოსამართლეებს, საკუთარ პროკურორებს, მერების არჩევნებთან ერთად. ანუ სხვადასხვა ტიპის ძალაუფლება უნდა დავთმოთ. და უნდა მივცეთ საშუალება, რომ თვითონ აერჩიონ ადგილზე სამეგრელოში პოლიციის უფროსი შენ რო არ დაუნიშნო ცენტრიდან, კახეთიდან რო არ ჩამოიყვანო. არ შეიძლება სამეგრელოში მეგრელებმა თვითონ შეარჩიონ სამეგრელოსთვის ვინ არის ადეკვატური ადამიანი, პირობითად პოლიციის უფროსად, ვინ არის მოსამართლედ, ვინ არის პროკურორად. ანუ თუ მართლა ადგილობრივი თვითმმართველობის გადატანა გინდა, შენ ხო უნდა რაღაც ფუნქციები ადგილზე გაიტანო და არა ის, რომ თბილისში ხდებოდეს ყველაფერი. ანუ ძალაუფლების გადანაწილება უნდა ხდებოდეს. რა თქმა უნდა, არ არსებობს ერთპიროვნული მმართველობა და თვითმმართველობა, ეს ორი ერთმანეთთან შეუთავსებელია. ამიტომ ჩვენ დღეს მთელი პრობლემა გვაქვს იმაზე კი არა მხოლოდ რომ ადგილობრივი თვითმმართველობაზე რაღაცა კაფე ოპოზიციები არავის არ აქვს. არამედ უბრალოდ ერთმანეთთან ვერ ვლაპარაკობთ. ადამიანები ეძებენ არგუმენტებს, რომ ერთმანეთთან არ ილაპარაკონ, თორე ხო ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ აქ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები იჯდნენ და მართლა არჩევდნენ როგორი ტიპის თვითმმართველობა მოუხდებოდა ქართველებს.
ბატონო ზურა, ანუ თქვენი აზრი მაინტერესებს. მოქალაქეები თვლიან რეგიონებიდან, რომ ყველაფერი ცენტრის ბრალია და ადგილზე არ არის შესაძლებლობა გადაწყდეს რაიმე საკითხი. თქვენ აი როგორც ახლა მოსაზრება იყო. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? პირველ რიგში მივესალმებ მაყურებელს. მეორე მინდა რომ დამსწრე კანდიდატები ვინც არიან დაგვპატიჟოთ ჩვენთანაც ტელევიზიაში, იმიტომ რომ ჩვენი აზრი არის რომ რაც უფრო ფართე დებატები იქნება აუცილებლად სხვებსაც დაუძახებთ და კარგია რომ მოვიდნენ, მაგრამ როგორც მინიმუმ ჩვენ ვახერხებთ ხოლმე ერთმანეთს საუბარს და მაგერ ჩათვალეთ რომ მოპატიჟება არის უკვე და ოფიციალურადაც მაგას გავაკეთებთ. რაც შეეხება ახლა თვითონ თემას, ხო, რადგან საუბრობთ. ხო არ ეგეთი ძალიან ხალხში გავრცელდა ბოლო პერიოდში ეგეთი გამოთქმა რომ რა შეუკვეთე და რა ჩამოვიდა, ხო? მოდი იდეა რა არის მაგას ვიტყვი, ძალიან ჩემზე უკეთესად ახსნეს, მაგრამ ორი სიტყვით არის თვითმმართველობის იდეა ეგ რომ სოფელ ფარცხანაყარებში უკეთესად იციან რა უნდა გააკეთონ, გზა არის დასაგები თუ წყლის არხია გასაყვანი ვიდრე თბილისიდან. ეგ არის თვითმმართველობის აი ეს გენერალიზირებული იდეა, მაგრამ მე ერთი რაშიც ბოლომდე არ დავეთანხმები, ხა ვინც საუბრობდა ჩემამდე, რომ მან არ არის მარტო მართველებში საქმე. აი ეგ შეხედულება, რომ თვითმმართველობა სინამდვილეში არის ფორმალური და არის იმიტაციური. მაგაში სინამდვილეში ერთ აზრზე არის არა მხოლოდ მართველი, არამედ ოპოზიცია და ხალხიც. ანუ ამაზე რაღაცნაირი კონსენსუსი არსებობს რა და მაგისი კაი დამადასტურებელი არის შემდეგი. აი ვინც არ მოვიდა ახლა მაგალითად ლელოდან კანდიდატი, ხო? ვინც მონაწილეობს თბილისის მერის არჩევნებში. რო დააკვირდეთ რა არის მაგათი ამოცანა და მესეჯ ბოქსი, რომ აი რატო გავდივართ არჩევნებზე. პასუხი არის რომ ხელისუფლება შევცვალოთ. არა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ანუ შენ იყრი კენჭს თბილისის მერობას. მაგრამ მართლა იმათ აღქმაშიც აი როგორ დავამხოთ ბიძინა, ამისკენ მიმართული ერთი ნაბიჯია ეს არჩევნები და სხვა არაფერი. ანუ შინაარსობრივად იმ ოპოზიციის დიდ ნაწილსაც ეს ადგილობრივი თვითმმართველობის იდეა რაც არის, იმათვისაც არ არსებული. ანუ თბილისს ვინც აკონტროლებს, ეს რა თქმა უნდა არის სერიოზული პოლიტიკური ბერკეტი. ორი აზრი მაგაზე არ არის. უბრალოდ იმის მაგივრად რომ დიალოგი მართლა ყოფილიყო, რომ აი თბილისს როგორ მივხედოთ მაგალითად. ან რომელიმე სხვა ქალაქში, საკრებულოში რატო გაგყავს ხალხი, ხო? პასუხი არის რომ ეს თავრობა რომ ჩამოვიღოთ და ჩვენ რომ დავჯდეთ. და როდესაც დისკუსია მაგდონეზე წარმოებს, მე გასაგებია თავრობაც პასუხობს რომ ჩვენი ჩამოღება რო გინდათ, ეხა არ ჩამოგაღებინებთ და ეგ არის ჩაკეტილი წრე. ამიტომ ალბათ ძალიან იშვიათი გამონაკლისი ახლა აქ დამსწრები ვინც აქვთ, რომელსაც მართლა გვინდა თვითმმართველობაზე ლაპარაკი, ხო და ახლა დიალოგი რო წავა, მე ალბათ ვიტყვით და რაღაცებში მართლა არ ვეთანხმებით ერთმანეთს და მაგაზე წავა კამათი, მაგრამ აი ფუნდამენტურად მართლა განსხვავება რაც არის თბილისის არჩევნები იქნება თუ მთელ საქართველოში არჩევნები, აი საკრებულოების, ხო? ჩვენთვის ეგ არის მართლა ჩვენი პოლიტიკური ძალების გაძლიერების, ჩვენი იდეების გაძლიერების და გრძელვადიანი პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ანუ ჩვენ არ აგვაქვს საკითხი დაყენებული ისე რომ ან ეხლა ან არასდროს, ან 4-ში ყველაფერი მორჩება და რაღაცა დროშას ავაფრიალებთ, ან წყალსაც წაუღია ყველაფერი, ხო? ერთ-ერთი პრობლემა, რაც ძალიან აწყობს ქართულ ოცნებას და მართლა მე მგონი მაგაშიც კონსენსუსი გვაქვს, რომ დიდწილად ცოტა ან მოსყიდულია ეს ყველაფერი თუ ორგანიზებული, რავი, ყველამ თავისთვის გადაწყვიტოს, მაგრამ აი ეს სურათი, სადაც ხაბეიშვილმა უნდა 4-ში აბობოქრებული ხალხის ზვირთებით დაამხოს ხელისუფლება, ეს სურათი რო იქნება, ეგ ქართულ ოცნებას აძლევს თავისი მთავარი კოზირის გამოყენებას, რომ ბუა მოდის, არიქა ნაცები არ მობრუნდნენ და შენ რომელსაც არ მოგწონს დაუშვათ ტრანსპორტი როგორია ქალაქში, არ მოგწონს რა შეხარჯება შენი ფული, არ მოგწონს რომ აი დანგრეული შენობების რეაბილიტაციის თემა ვერ მოხერხდა და მაგაზე სხვადასხვანაირი არა რა დროს ეგ არის, არიქა ნაცები ბრუნდებიან და ვისაც კიდე ოპოზიციონერი ხარ და წასვლა გინდა არჩევნებში, აგერ შეგიქმენი ალტერნატიული ოპოზიცია, რომელიც კი მონაწილეობს არჩევნებში, მაგრამ მაგასაც დამხობა უნდა ჩემი და ეგეთ პოლიტიკურ ველში არანაირი დისკუსია აღარ გამოდის მერე მართლა რეალურ თვითმმართველობაზე. კი ბატონო, მადლობთ.
ბატონო კახა, მოდით ეხლა კიდევ ერთხელ აუხსნათ მოსახლეობას, უпростоრად უფრო ნათლად დავანახოთ. რა განსხვავებაა ცენტრალურსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის? რატომ? იმიტომ რომ ხშირად ერევათ იმდენად მე აღარ დავაკონკრეტებ რატომ, მაგრამ ამაზე გადაულ უბრალოდ მანდ მეც მინდა მადლობა გადაუხადო დასწრებს, იმიტომ რომ საერთოდ იაგომაც ახსენა, ზურაბაც ახსენა, დეფიციტი არის ამისი, რომ უბრალოდ ერთად დაждომაც კი ჭირს. მე საერთოდ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხა ამ არჩევნებში კონკურენტები ვართ, ზურამ ახსენა, რომ ეს არჩევნები მაინც არის უფრო ნაწილი რაღაც გრძელვადიანი პროცესის და მე ესე მგონია, რომ პარტნიორები შეიძლება არ ვქვია ხა ოფიციალურად არაფერზე ხელი მემორანდუმზე არა გვაქვს მოწერილი, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალები. დანარჩენები პოლიტიკური ძალები არ არიან, სხვა ლოგიკით მოქმედებენ. ის არის ხელისუფლების სამინისტრო და დანარჩენებს უნდათ რომ მართლაც უბრალოდ რაღაცა ერთჯერად აქში მეიღონ მონაწილეობა და მე ვფიქრობ, რომ არის ამისი დეფიციტი, მე მოვესწარი. მე მგონი ცოტა ახალგაზრდები კი არიან ჩემზე, მაგრამ იმ დროს მოვესწარით, რომ რაღაცა პოლიტიკური დებატები იმართებოდა სხვადასხვა ხო იყო 2000-იანების დასაწყისამდე, შუა წლებამდე ეგეთი რაღაცა ერთმანეთს ეკამათებოდნენ რაღაც არ არის ეს. დღეს ესე იგი მთელი პოლიტიკური პროცესი არის, მარტო ის რაცაც ჩვენ შტაბებში ვიღაც დავუშვათ ახალგაზრდიან რაღაც აკეთებდა, პლაკატი, ბუკლეტი, მთელი საარჩევნო კამპანია გადაიქცა ამათ და რა ვიცი მე მგონია რომ სხვათა შორის ეგ სად გადავიდა იცი TikTok-ში მოხდა მაგ ყველაფრის მიგრაცია და აი რაღაცა ხალხი მან დიკრიბება სპონტანურად და მთელი პოლიტიკური გარჩევები მიდის მან და TikTok-შიც არის ეგ ფორმატი ორი ერთად რო ერთვება ის ვიღაცები ბოლო პოლიტიკურადაც შეიძლება გაკეთდეს ეს რომ აი მართლაც ბოლო დებატი როდის იყო რეალური დებატი რომ აი ორი ადამიანი სამი ადამიანი დებატობს მე არ ვიცი ჩვენთან იყო ჩვენ გადაცემა ჩვენთან იყო ნამდვილად ნებისი თქმა მინდა რომ სხვაგან არ ყოფილა რა შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობას ეხლა აქ თქვით რომ თბილისის თვითმმართველობა ცოტა გამონაკლისი არის იმიტომ რომ ბიუჯეტიც აქვს და თავისი პოლიტიკური წოდიდან გამომდინარე პრაქტიკაც ასეთი არის რომ თბილისის მერი ჯერ არ გადაუყენებიათ ვერ გადაუყენებიათ იმიტომ რომ თბილისის მერს აქვს პოლიტიკური წონა აქ არის თავმოყრილი მოსახლეობის 30%-ზე მეტი და ეკონომიკის 80%-ზე მეტი და ისედაც რა ვიცი რაღაცა ისტორიული კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე თბილისის მერს რეალურად შეიძლება კონდეს თვითმმართველობა თუ კი მითხრ რომ ეს მერი არ იქნება არჩეული მმართველი პარტიის წარმომადგენელი და მე ვფიქრობ რომ ნამდვილად ახლა თქვენ ეს შემეკითხეთ ცენტრალურ ხელისუფლებას რა პრობლემებია გასაგებია მაგრამ თბილისშიც არის ძალიან ბევრი კონკრეტულად თბილისისთვის დამახასიათებელი პრობლემა აი კონკრეტულად თბილისში რაც არის აქტუალური რაც არ უკავშირდება იმას რომ ჩვენი ქვეყანა არის ზოგადად კრიზისში ერთ-ერთი ახლა აქ რა ვიცი ყველამ დააგვიანეთ ცოტა და საცობები ეხლა ეს საცობები რისი ბრალი არის საცობები თითქმის ყველა დიდი ქალაქისთვის არის დამახასიათებელი ოღონდ ზოგან ამას აქვს ახლა ქალაქი რო იზრდება თავისთავად შეიძლება იყოს ეს ჩემი აზრით არის გამოწვეული იმ პოლიტიკით და მათ შორის კორუფციული პოლიტიკით, რასაც ატარებს დღევანდელი მერიაც და წინა ხელისუფლებაც, რომ ხდება ყველაფრის კომერციალიზაცია. და გაიცემა მშენებლობის დებართვები იქ, სადაც არ უნდა გაიცეს და იმდენი რამდენიც არ უნდა გაიცეს. მე ვფიქრობ და ჩვენ საარჩევნო პროგრამაშიც გვიწერია, რომ თბილისის ზოგადად საცხოვრებელი პარტიის ზრდა არ ჭირდება. ჩაანაცვლება სხვა არის, მაგრამ თბილისში ისედაც თავმოყრილი არის ჩვენი აზრით მოსახლეობის მაქსიმუმი ეხლა საბჭოთა დროს კი აგინებენ და ბევრ რაღაცაში შეიძლება საგინებელი იყო, მაგრამ მე მოვესწარი იმ დროს, როცა მშენებლობას ქონდა სტანდარტი, რომ რო აშენებდი ამ ხელა კორპუსს, გვერდზე რამდენი უნდა ქონოდა იმას სკვერი, რამდენი უნდა ქონოდა გზა, რა დაშორებაში უნდა ყოფილიყო სკოლა და როგორ ბაღი. ეხლა არის ერთადერთი პრინციპი, რომ სადაც არის ცარიელი ადგილი, ყველგან უნდა ჩადგან კორპუსი, იმიტომ რომ ამაში არის ბუნებრივია ფინანსური დაინტერესება და კომუნიკაცია რჩება იგივე. უამრავი უბანი შემიძლია დავასახელოთ თბილისში, ყველაზე საშინელი სადაც ეს მოხდა, მაგალითად აი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ საცხოვრებელი პარტი გაიზარდა 4-ჯერ და გზები და კომუნიკაციები დარჩა იგივე რაც მე მგონი საერთოდ არც ჩანს იქ რაღაცა ისე თუ დაინახავ რაღაც ვიწროთ ასევე კონკრეტულად ამ ხელისუფლების მხრიდანაც რა ვიცი თბილისის მერობის კანდიდატი ვარ და ისედაც თბილისში ვარ დაბადებული გაზრდილი მაგრამ არ მგონია რომ ეს რომელიმე თბილისელს შეიძლება ეწყინოს რომ აი ეს ყველა სამინისტროს თბილისში თავმოყრაც მე ვფიქრობ რომ ზოგადად არც თბილისისთვის და არც ქვეყნისთვის კარგი არ არის და მე პირადად ხარს ვუჭერ იმას რომ მოხდეს ეტაპობრივად რა თქმა უნდა უნივერსიტეტების გატანაც სამინისტროების გატანაც და აი პარლამენტის თბილისში დაბრუნება ზოგიერთი რომ ამბობდა რომ აი რატო უნდა იყოს პარლამენტი ქუთაისში და რატო არ უნდა იყოს რატო რაში ჭირდება ეხლა რომ აქ ყველაფერი აქ გქონდეს თავმოყრილი სხვა ამბავი არის ისეთი დეპუტატები გამოდიოდნენ მაშინ ახლა გვარები არ მინდა ეწყიდოს რატო უნდა ვიაროთო ჩვენო ქუთაისშიო რომლებიც არ არიან დაუშვათ თბილისელები და ევლოთ იქიდან საერთოდ ძალიან რამუშავება საიდან მივლის ხო ეს იდეა რომ ყველაფერი იყოს თბილისში ჩემი აზრით ქვეყნისთვისაც ცუდია იმიტომ რომ საქართველოს არ არის მარტო თბილისი
და კონკრეტულად თბილისისთვისაც ცუდია, იმიტომ რომ არ ეტევა ეს. თბილისი ბევრად უფრო კომფორტული იქნება, თუ მოხდება ამ ინფრასტრუქტურის კიდევ ერთხელ ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მოკლევადიან პერსპექტივაში შემოქმედებული იყოს. ამისი გატანა და ჩვენ ამას მხარს უჭერთ და ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი. რა თქმა უნდა, ეს მარტო თბილისის მერიაზე არ არის დამოკიდებული, თუმცა მე ვფიქრობ, თბილისის მერის და თვითმმართველობის პოლიტიკური წოდება მაგაზე ეყოფა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაზეც მოახდინოს ზეწოლა. დიდი მადლობა. თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ეს ხელშეუწყობს გარკვეულწილად ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციის გაზრდას, გადანაწილება რომ მოხდეს. თვითმმართველობის ფუნქციებს რაც შეეხება, იაგო დავეთანხმები მე აქ სხვა შორის დაამატა, თქვა კიდევაც ვამატებოდა, დაამატა არგუმენტი, რომელიც მე არ მithქვია, კიდე რაც აქვს, რა ის სენაკში ან ქუთაისში რო არის ან ბათუმში თვითმმართველობა, გარდა იმისა, რომ სწორია, რომ იმ ქალაქისთვის არის კარგი. მთელი ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის რატო არის კარგი? იცი, ერთგვარი განმუხტვის მეხამრდის როლს თამაშობს. ეხლა ნახეთ, ამერიკაში აირჩიეს პრეზიდენტი ტრამპი. ნახევარმა ამერიკამ აირჩია, ოღონდ მეორე ნახევარს ძულს. ესე იგი, საშინლად ძულს. ეხლა რომ ტრამპი იქ იყოს ისეთივე დიქტატორი, როგორიც აქ არის ქართული ოცნება, რომ ნიშნავდეს ყველა გუბერნატორს, ყველა მერს, ყველა მოსამართლეს და ყველა პროკურორს, იქაც დაიწყებოდა სამოქალაქო ომი და არეულობა. მაგრამ თვითმმართველობა არის სერიოზული განმუხტვის საშუალება, რომ იქ არის, რა ვიცი, 20 გუბერნატორი და უამრავი ქალაქის, მათ შორის 10 მილიონიანი ქალაქის მერები, რომლებიც ტრამპის ოპოზიციიდან არიან და არ არის ის შეგრძნება, რომ ახლა ტრამპი თუ გახდა პრეზიდენტი, всё, ყველას ამოგხუთავს. საქართველოში არის ეს განცდა. საქართველოში ბიძინა მარტო არაფორმალური მართველი ხო არ არის. არის სულთანი, რომელსაც ექვემდებარება ყველაფერი, რაც კი ამ ქვეყანაში არსებობს და აი მე ესე გავიგე ყოველ შემთხვევაში რას თქვა იაგომ, რომ თვითმმართველობა რო იყოს, გარდა იმისა, რას თქვი, რომ ადგილზე რა თქმა უნდა ზურა მახსენა ფარცხანაყენების მაგალითი და ნებისმიერ სოფელზე. ბევრად უკეთესად გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, იმან უკეთესად არის რა ის თქმა ვიდრე. უნდა. თუმცა ამის გარდა ისიც არის, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ ბრაზს და პოლიტიკურ დაპირისპირებას განმუხტავდა, რომ ერთ რეგიონში ერთი პარტიიდანაა გუბერნატორი, მეორე და არ იქნებოდა ეს განცდა, რომ აიმე, აი ესე იგი, თუ მოვიდნენ ცენტრალურ ხელისუფლებაში ერთი პარტიის წარმომადგენლები, ყველა დანარჩენს იძახიან, ეხლა რა ვიცი, ამოწყვიტავთ თლად არ იძახიან, მაგრამ ყველას დაგიჭერთო იძახიან. ხო, არა მოწყვიტავს, ნამდვილად არა მოწყვიტავს. და იმედი გვაქვს, რომ გააკულაკეს. საუკუნეში აკულაკეს არა ყოველ მოწყვიტავს. შემთხვევაში, აი თქვენ რაც ახსენეთ დავეთანხმები იაგოს არგუმენტს, რომ მიმაჩნია, რომ ქვეყნის ჯამრთელი პოლიტიკური ცხოვრებისთვის ეგეც კარგია, რაუბედურება არის. აუცილებელია, მე მგონი, აუცილებელიც არის. დიახ, მოდით გადავიდეთ არჩევნებზე, მაინც არჩევნებია კარს მომდგარი. როგორ ფიქრობთ, დიდი მადლობა. ბატონო იაგო, რამდენად აქტიურია მოსახლეობა, რამდენად იღებს მონაწილეობას და მე აქ დავამატებ, თუ არ არის აქტიური დაუშვათ, იქნებ იმის ბრალია, რომ მაინც არავინ მოგვისმენს, არავინ ჩვენ მოსაზრება არ მივა იქამდე ადრესატამდე რაც საჭიროა და ამიტომ არის ესეთი ინდიფერენტული დამოკიდებულება. ნუ ზოგადად მე მგონი რომ ყველაფერი გააკეთეს პოლიტიკოსებმა იმისთვის რომ საზოგადოებაში мотиваცია ჩაეკლათ. დაწყებული იქიდან რომ ჯერ არჩევნების მერესიების ჩახსნები არაფერს გაყალბდა, გამოყალბდა სყვირილი, მერე მივიღებთ მონაწილეობას, არ მივიღებთ მონაწილეობას, ზოგი მიიღებს მონაწილეობას, ზოგი არ მიიღებს მონაწილეობას, ვინც მიიღებს მონაწილეობას მოღალატეა, ვინც არ მიიღებს ის რაღაცა არის და უბრალოდ ეს ხალხი უყურებს და ფიქრობს, რომ თქვენ გიჟები ხო არა ხართ. თავი დავანებეთ და აი ერთმანეთში მაინც ჩამოყალიბდით ჯერ და მე თქვენ გითხარით ზოგადად რა გინდათ. ხო და მე ვფიქრობ, რომ ეს ვინაიდან ანუ აი ასეთი ტიპის სიგიჟე არ შეიძლება თავისით ხდებოდეს, ანუ რაღაცნაირად ეს სინქრონიზებული და ორგანიზებულია. მე ეს ამბავი მაწუხებს ყველაზე მეტად და მინდა რომ რაღაცნაირად უთხრა ქართულ საზოგადოებას, რომ ამ არჩევნებში უკვე ისე გააფუჭეს საქმე, რომ შეიძლება ბევრი რამე არ შეიცვალოს. ეს უცნაურია შეიძლება მერობის კანდიდატისგან, იმიტომ რომ ნუ აი ყველაფერი გააფუჭეს მანამდე, მაგრამ აი შემდეგში მაინც რამე შეიცვალოს სინამდვილეში. მგონია რომ საზოგადოებამ ხარი უნდა დაუჭიროს იმ პოლიტიკოსებს, ვინც ელაპარაკება, ვინც არ იმალება. ანუ წარმოიდგინეთ, თქვენ ხო ხედავთ, რომ როგორი ცენზურაა სახელმწიფო არხებზე დაწესებული. სადაც რაღაც ოპოზიციური აზრი ფაქტობრივად არ ჭაჭანებს, მაგრამ ოპოზიციურ ველზე ნაკლები ცენზურაა დაწესებული. აი მაგალითისთვის მე შევხვდი ლელოს კანდიდატს და ველაპარაკე იმასთან მიმართებაში, რომ ჩვენ ყველას გვაწყობს, რომ ყველანი ვიყოთ ეთერებში, რომ მეორე ტურზე გადავიყვანოთ კალაძესთან ბრძოლა. შენ გაქვს ტელევიზიები. ამ შენს ტელევიზიებში, ხლა, შენ თუ გიწევენ დღეში 2 საათი თუ ხარ შენ, მე რო 10 წუთი ვიყო, მაგის ძალაუფლება გექნება. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცა ჟურნალისტი შეიძლება არ მოწონს ან ზურა, ან კახა, ან იაგო, აი არ შეიძლება ლელო ისე მოწონებოდა, რომ სულ ეთერში იჯდეს. ანუ რაღაცა ფულის გამო ხდება ეს, ხო? ანუ ხო თუ მოგება გინდა, ხო, ჩემიც უნდა გადაიხადო.
აბა ზურახ არ გადაიხდით, იმიტომ რომ გასაგებია რომ ჩვენ ფული არ აგვაქვს, მაგრამ შენ უკვე ნაყიდი გაქვს ტელევიზია. და ამას ხელოვნურად ბლოკავ. სადაც ერთ-ერთზე გინდა რომ კალაძეს პირველივე ტურში მოაგებინო. პარალელურად შენი ლიდერები გამოდიან ციხიდან. სხვა ლიდერებს იქით იჭერენ და ამატებენ ხალხს. ხო და აი ეს ყველაფერი მე მაფიქრებინებს იმას, რომ ეს არ ხდება შემთხვევით. ხა მე შეიძლება ის რაღაც ვიღაცას დაურეკა ყურში უთხრა, ეს პირველ ვერ ვთქვა, მაგრამ მე ვხედავ საქმეს. საქმით ყველაფერს აკეთებს. ლელო რომ კალაძემ პირველ ტურში მოიგოს. ხო, პირობითად სხვა კანდიდატებს ჩვენ მაგალითად ვინ ზეგზივართ, ხო მეტი შანსი გვაქვს ქართული ოცნების ხმები წამოვიღოთ. თუ მათთან ქართული ოცნების ამორჩეველთან დალაპარაკების საშუალება გვექნება. ქართული ოცნება ამიტომ არ პატიჟებს გვიწევს ეთერებში, მაგიტომ არ დაბლოკილები. და თუ შენ ხედავ რომ ქართული ოცნებისთვის სწორი ქმედება არის ის რომ მე ეთერში არ გამოვჭდე. შენ მე ხო არ მებძვი ქართულ ოცნებას თუ ებძვი მე ხო იქ უნდა ვიჯდეს, ზურა ხო იქ უნდა იჯდეს, კახა ხო იქ უნდა იჯდეს. ხო და მთელი პრობლემა მაშინ მდგომარეობს რომ აი ამ მთელი ამ გიჟური ვითომ ბრძოლით ადამიანებს სინამდვილეში მუღამი დაუკარგეს არჩევნებზე მისვლის, იმედი დაუკარგეს. და მე ამ იმედის აღდგენა ძალიან მიჭირს, მაგრამ მე ერთადერთი რამე შეიძლება ვთქვა, რომ აი პროტესტი არის ამის წინააღმდეგ გამოსაცხადებელი. ანუ აი ხოცნაცური ბრძოლის, აი ამ მოსყიდულობის, ვითომ ჩხუბის, ვითომ ციხეში შეცვლის, ვითომ გამოსვლის, აი ამის წინააღმდეგ მისვლა არის ჩემი აზრით ამ არჩევნებზე თავარი ამოცანა, რომ აი ადამიანებმა გააპროტესტონ საკუთარი ქმედებით, აი ის რასაც აკეთებენ 4 ოქტომბრის ყვირილიდან დაწყებული 13 სექტემბრის ყვირილით და კიდე 1000-ნაირი გიჟური თარიღის ჰაერში დაკიდებით დამთავრებული. დიდი მადლობა. და ეს მგონია რომ ჩვენი მხარდაჭერა არჩევნების მისვლა ჩვენი მხარდაჭერა იქნება აი რაღაცნაირად ამის გაპროტესტება. ხო და თუ ეს არ გავაპროტესტეთ, აი როგორც 4-5-9-25-ო წინა არჩევნებზე რო ყვიროდნენ, ხმარ დაიკარგოსო და მე ყველა ხმა ბიძინას ჩააბარეს. ანუ ეს რანაირად, ანუ ბიძინამ აიღო ხმების რა ვიცი, რამდენი პროცენტი თბილისში საერთოდ 40-ზე ცოტა გადაცილებული პროცენტი, კიდევ სხვა საზოგადოება, სხვა იმაში გარშემო ერთობლივად თუ არ ვთქვი 53-54% დაიწერეს დაახლოებით და მიიღეს ხმების 100% პარლამენტში. ანუ ეს ახლა ხოცების დახმარება არ არის? და ის ხალხი ციხეში როზის, მე ვიცი რომ აი ზოგჯერ ციხე ყველაზე უსაფრთხო ადგილია სამყაროში. და იმ ხალხისთვის ვინც ეს ჩაიდინა საქართველოს ქართველი ხალხის წინაშე, მართლა ყველაზე უსაფრთხო ადგილია ციხე და ამიტომაც არ ვღელავ მათ ამაზე რა ქვია ციხეში ზომაზე მაინც და მაინც. თორე ცხადია რომ ტყილაზიან. სამართლებრივი საფუძველი ცხადია რომ ტყილაზიან, მაგრამ მეორეს მხრივ უნდათ მათ რომ ციხეში იდნენ გარეთ იმის მერე რაც ჩაიდინეს წინ არჩევნებზე რომ მარტო ხოცები დატოვეს პარლამენტში და გვაქვს კომუნისტების ისა. არა მარტო წინ არჩევნებზე, ხა გამოცხადებული რო გაქვს რომ 4-ში აქ მე ისეც დავატრიალებ რომ დედაშვილს არა იყვანს ხელში და ნუ გასაგებია რომ ვერ დაატრიალებ, მე ალბათ ყველაზე კომფორტული ადგილი მართლა თან თუ მე მალე გამოხვალ ის არის რომ გარეთ არ ვიყავით, თორე დედას ვტირებდი ყველაფერს. ხო, მაგრამ იცით რა არის გასაკვირი, ხა როცა ესე იმუქრება დაუშვათ ვიღაც და მოსახლეობა უყურებს რომ ამას ვერ გაამართლებს და ვერ გადაატრიალებს ესე უცებ, მერე ხო მათ და მე ნდობა იკარგება და ამაზე არ ფიქრობენ, საინტერესოა. არა, იცით როგორ არის რომ ვინაიდან პროპაგანდისტული საშუალებები მათ ხელშია, მათ ჯერათ რომ ხალხს ნებისმიერ სისულელეს დააჯერებენ და რამდენი სისულელე დაუჯერ კაისივი აქვთ ამ თვალსაზრისით. ანუ აი თქვენს კოლეგებს კაი CV აქვთ მაგალითად იმისთვის რომ ხალხის მოტყუების მრავალწლიანი გამოცდილება წარმატებული. ეს მაგალითად მე ამიტომაც მუშაობს ეს ბიზნესი, მიდიან პოლიტიკოსები, იხდიან ფულს ამ ბიზნესში, აი მაგალითად მიხვალ გრიგოლიასთან გადავხდი ფულს, იმუშავებს შენს წინასაარჩევნო კამპანიაზე, მოგიწყობს წინა ლელოს თათბირებს პარტიულს, იმაში რა ქვია ტელევიზიაში და შენ აიღებ 10%-ს. ანუ გამოდის რომ ხალხი მოატყუეს წარმატებულად. ხო და აი სანამ ეს ბიზნესი არ მორჩება რაღაცნაირად და არ გაკოტრდება. უბრალოდ არ კოტრდება, იმიტომ რომ პოლიტიკოსები აფინანსებენ, თორე ხალხი ტელევიზორის და ჟურნალისტების დანახვაზე იგინება უკვე, მაგრამ სუბსიდირდება ეს ხალხის მოტყუება. ამაში მთელი პრობლემა. მადლობა. მოდით გადავიდეთ საკრებულოზე, რაღაც ჩვენ არ გვისაუბრია დღეს ხო ამაზე. რა ფუნქცია აქვს საკრებულოს, რა როლი აქვს მერს? და კიდე ერთ დავამატებ, აქ ხო არ ხდება ისე რაღაცა დღევანდელი საუბრიდან გამომდინარე, რომ ორივე, როდესაც ერთი პარტიის წარმომადგენლები არიან, უბრალოდ გამოდის, რომ მერი ფორმალურ ხასიათსა და არავითარი კონტროლი აღარ ხდება საკრებულოს მხრიდან და ეს კონტროლი ატარებს უკვე ფორმალურ ხასიათს. თუ ესე არ არის. ნუ მანდაც შემილია რომ იგივე თქვა არის იდეა
და არის პრაქტიკული რეალიზება. უკაცრავად გაგაწყვეტინებთ, მოდი ცოტა ვცლად მოსახლეობისთვის საკრებულოს ფუნქცია კი, რა აი, არის. ზუსტად ფუნქციას იდეაში ავხსნი რა არის. კი ბატონო, ბოდიში რა გაგაწყვეტინებთ. არა, პრობლემა არ არის. როდესაც ხა კანონი იწერებოდა, ან უფრო ზუსტად რო ვთქვათ, კოპირდებოდა, იმიტომ რომ ქართული კანონმდებლობის უდიდესი ნაწილი უბრალოდ დაკოპირებული და ისე გადმოვაკოპირეთ, რომ არავინ დიდად სიღრმეებში არ წასულა, არც დაუსვია კითხვა, რომ ეს საერთოდ ესე გჭირდება, არ გჭირდება ქართულ სპეციფიკაში როგორ იმუშავებს, ეგ გავატაროთ. გვითხრეს გარედან, რომ აუცილებლად გჭირდება თვითმმართველობა და სიმართლე რო ვთქვათ, მაგიტო გვაქვს ახლა თვითმმართველობა, რომ გარედან გვითხრეს, რომ გჭირდება, თორე აქ ვინც მართავდა, გინდა წინა და გინდა იმის წინა, იმათვის რო გეკითხათ, თვითმმართველობა რა ჩემფეხებად გვინდა, აგერ წუნებულს გავუშვებ რაიონშიო, ეგ იყო ესეთი კოლექტიური აზრი. მაგრამ რახან საჭიროა ცივილიზებულ სამყაროში, ხო, კაი, გავაკეთოთ და ეს ბუღალტერი რატო შეგვეტენა ტექსტით, გააკეთეს ეს თვითმმართველობის იმას, მაგრამ ფორმალურად არის ეგეთი რამ. როგორც არსებობს სახელმწიფოს მასშტაბით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, ამისი მინი ვერსია უნდა იყოს ქალაქის მერი და ქალაქის საკრებულო. ანუ გარკვეული ზედამხედველობის ფუნქცია უნდა ქონდეს საკრებულოს მერის საქმიანობაზე ერთი და თქვენ ზუსტად აღნიშნეთ, რომ თუ ეხლა ერთი პარტიიდან არის კალაძე თუ არის და მთელი საკრებულოს თუ ქართული ოცნება, ეხლა ამ საკრებულომ კალაძის რა ზედამხედველობა უნდა მოახდინოს, გასაგებია, ხო, მაგრამ იდეაში ეს უნდა ყოფილიყო, რომ აი რეგულაციებზე და შიდა, ასე ვთქვათ, მუნიციპალურ დონეზე საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტებზე იმუშავებს საკრებულო, ხოლო მერი როგორც, ასე ვთქვათ, კვაზი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მერიაც გამოსცემს გარკვეულ აქტებს, ისე როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებასაც შეუძლია გარკვეული აქტების გამოცემა, მაგრამ რაღაცა აი სახელმწიფო მართვის მინი მოდელი უნდა გქონოდა მან. პრაქტიკაში ეგ გამოიყურება ეგრე. ჩემი საყვარელი ტესტი არის ხოლმე პარლამენტზეც ეგ ტესტი მაქვს და საკრებულოზე ხო მით უმეტეს. აი, ეხლა ჩვენ გუყურებს ხალხი, ხო? რამდენი დეპუტატი იცით, აი რაღაც 100 დეპუტატი რამდენი ყავს ქართულ ოცნებას, ხო? აი, სახელი, გვარი და რამე რო ისეთი უთქვია, რომ დაგამახსოვრდათ. რამდენიმეს ჩამაი ვოლსკი გაგახსენდება შეიძლება, ზარქუა და ეგ რამდენიმე შეიძლება მე საკრებულოს თავმჯდომარე ვიცი, წინა ჩემიდის კლასელი. ხო, აი ეგრე შეიძლება დაგამახსოვრდეთ, რომ ვიღაცის კლასელი იყო, მაგრამ ეხლა თუ დავუშვათ ქართული ოცნების დეპუტატების კუთხით კიდე ვიღაცები მახსენდება, საკრებულოში მაგალითად ეხლა ვინ მოღვაწეობდა წინა მაშინ და რატო? ანუ არაფერი, არც კაი, არც ცუდი რაღაცა დასამახსოვრებელი საინფორმაციო ველში ეგ მოხვედრილიყო, ან რამე გაეკეთებინათ, ან გაეფუჭებინათ, რაღაცა რომ მომხდარიყო, არ მახსოვს. და მაგასაც აქვს თავისი მიზეზი, იმიტომ რომ ეგ არის სინამდვილეში იმიტაციური. იგივე ჩვენ რო ვამბობთ, რომ რეგიონების თემაზე, ხო? რეგიონებში ეგ როგორ ხდება რა? რეალურად არსებობს იქ ვიღაცა ადგილობრივი ფეოდალი შეიძლება დაარქვა, იქ აი ყველაზე დიდ მეტ რაღაც ფინანსურ აქტივებს რო ფლობს, იმიტომ რომ და რაღაც კავშირში იყო ხელისუფლებასთან, ხო? ის ადამიანი, როგორც წესი იქ არის ხოლმე ამ ადგილობრივი თვითმმართველობის ამბავში, ხელისუფლება მაგასთან დალაგებულია, ის ხელისუფლების პარტიაშია, ხვალებს სხვა პარტია რომ მოვიდეს, ზუსტად წარმატებულად გადაპორტირდება იმ სხვა პარტიაში, იმიტომ რომ იმას არანაირი პოლიტიკური კუთვნილება არ აქვს. იმას აქვს რაღაც თავისი ფეოდი, რომელსაც ჭირდება დაცვა, უსაფრთხოება. ამიტომ მას აქვს ორი ფუნქცია. პირველი, რეგულარულად შესწიროს მართულ პარტიას გარკვეული თანხა, ანუ ხარკი გადაიხადოს ასე ვთქვათ, ცენტრში და მეორე, უზრუნველყოს, რომ არჩევნების დღეს ხო ჭირს დაუშვათ რეგიონებში სამსახურები. და არის რაღაცა და ერთი რაღაცა, სადაც შეიძლება რომ აი მუნიციპალური სამსახურების გარდა, ანუ სახელმწიფო სამსახურების გარდა სადმე ხო შეიძლება რამე დასაქმება იყოს კერძო, ხო? როგორც წესი ეგ ვის ხელშიც არის ხოლმე, ეგეც ხელისუფლების არის და იქ თუ ვინმე მუშაობს, ის ადამიანი უზრუნველყოფს, რომ შენ ხო იცი ხა ვის უნდა მიცე ხმა არჩევნებზე. ამიტომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არსებობს იმისი, რომ ხელისუფლება მუდმივად უზრუნველყოფთ ეს, რომ თუ მას ცენტრი უჭირავს, თვითმმართველობაც მის ხელში არის. და ერთი აი გამიგრძელდა, მაგრამ ერთს დავამატებ რა და აი რაც იყო მართლა სწორი არის შემდეგი. საქართველოში არის ძალიან მანკიერი და მაგას პოლიტიკოსებს ვერ დაუბრალებ. არის რაღაცებრივად პოლიტიკოსებს ბრალებ, მაგრამ არის რაღაცა რაც ხალხის ბრალი. აი ძალიან მანკიერი მიდგომა არის არჩევნებზე როგორ იცი? ხალხი ძირითადად დადის გეგონებად ტოტალიზატორში მიდის
და არჩევნებში უფრო ხმას აძლევს უეჭველი კუში ვიცი განწყობით. რომ აი მე მგონი ეს მოიგებს. აი ვინ უფრო მოიგებს, ეგ უფრო მნიშვნელოვანია ხშირად, ვიდრე ჩემი ღირებულებები და შეხედულებები რამდენად თანხვედრაში ამ პარტიასთან. რატომ თუ შეიძლება აი აგიხსნით რა, ჩემი ხმა აი რო თქვა იაგომ რო ჩემი ხმა არ დაიკარგოსო. აი ეგ ტექსტი საერთოდ ადამიანის ტვინში რო არსებობს არჩევნებში რომ მიდის, ეგ არის უკვე მაგისი მარკერი რატო. აი მაგალითად მე მაგ რაღაცა ისეთი უნიკალური შეხედულებები რაღაცა პარტია არსებობს, რომელიც ვიცი რომ ამ არჩევნებში უმრავლესობით ვერ მოვა. მაგრამ ჩემი შეხედულებები არის მაგ პარტიის და მე მაგ პარტიას იმიტომ უნდა მივცე ხმა, რომ ჩემი შეხედულებების გამომხატველია და ამ არჩევნებში სრული გამარჯობა რომ ვერც მოიპოვოს, ჩემი ინტერესია რომ მე რო ხმას მივცე მაგ რაღაცა შედეგს დააფიქსირებს. შემდეგ არჩევნებზე მოემატება, ხო? ანუ ჩემთვის თუ ღირებულებებია მნიშვნელოვანი, მე ხმას ვაძლევ ღირებულებებიდან გამომდინარე და როგორც წესი აქ ხმის მიცემა ხდება, აი ვის აქვს შანსი და აქიდან აი მოდი გავარტყავ ვინ მოიგებს. ანუ ეგ ინსტინქტის მართლა მინდა რომ გავიდეს ოპოზიცია და ამას მეტი შანსი აქვს და მოდი ამას მივცეთ რომ ოპოზიციას მოუგოს. უბრალოდ მაინც ოცნება მოიგებს და რაღაცო მივცე სხვა ხმა, აგერთან რატო ვაწყენინო ეხა ბიძაჩემი მაშინ პოლიციაში მუშაობს. რატო ხმა ფარულია რა იციან ვინ ვისმით. აი ეგ ხა ხმა ფარულია, მაგრამ წინა არჩევნებზე ვაი უშველებე რომ დატრიალდა რომ არ იქა ბიულეტენი ჟურნალს და რაღაცა მაგ ეგ რატო იყო ესეთი მომენტი ხალხის ტვინში დაილექა რომ ესე იგი არ ყვევენ ჩემი ხმა ვისთან მიდის და რა თმინდა მე ეს შარი ხო ანუ ეს ტვინში ილექება და ადამიანი რომელიც დიდად პრინციპებით არ უყურებს პოლიტიკურ პროცესს უყურებს საკუთარი თავისთვის საფრთხის მინიმიზირების კუთხით სამსახურში პრობლემები არ შემექმნას, რა თმინდა ეს ზედმეტი თავის ტკივილი. ანუ ეგ მომენტიც უნდა ვაღიაროთ ობიექტურად, რომ არის და ეგ რაც უფრო შემცირდება და ღირებულებებით დაიწყებს ხალხი ხმის მიცემას, მერე გაჩნდება შანსი, რომ აი რაზეც ხლა ამდენხანია ვლაპარაკობთ, რომ მოდი იდეებზე ვიკამათოთ რა. აი ეგ შესაძლებელი გახდება მარტო მაშინ, როცა იდეებით მიცემს. ანუ თუ პოლიტიკოს შენ იდეებით არ გჭირდება, ეგ პოლიტიკოსები იდეებზე აღარც კამათობენ მე. მაგიტო არის ეს სიტუაცია ესეთი, ანუ დაკვეთა არ არის ხალხში, რომ მოდი თქვენ იდეები იკამათეთ ერთმანეთს. ბატონო ზურა, როგორ ფიქრობთ, მაშინ აქვე დავსვავ კითხვას, ცოტათი თქვენს ხო არ გევალებოდათ კი არა, თქვენი ბრალიც ხო არ არის, ესე ძალიან უხეშად რო ვთქვათ, სანამ არჩევნები მოვიდო და გემუშავათ მოსახლეობას და მე რას გულისხმობ, არა იმაზე, რომ აი მე კარგი წინადადებები მაქვს თქვენთვის, არამედ მათი ცნობიერების ამაღლებისთვის, რატო უნდა მიწეს ხმა იმას, ვინც მისთვის უკეთესია და არა იმას, ვინც მეტ ხმას იღებს. რაღაცნაირად ხო შეიძლებოდა, რომ ოპოზიციას, თქვენ პარტიებს, წარმომადგენლებს მოსახლეობასთან გემუშავათ. მათი ცნობიერი თუ არ არის ეს? მე ჩემ თავზე ვიტყვი ხა, რომ მე ჩემი აზრით ხა რაც ვარსებობთ როგორც რაღაცა საინფორმაციო სივრცეში არსებული ერთეული მაგის მეტი არაფერს არ ვაკეთებ. მარტო საინფორმაციოს არ გულისხმობ, შეხვედრები, პირადი საუბრები. ანუ პირადი საუბარი იქნება, ინტერნეტში აქტივობა იქნება, პირდაპირ ეთერი იქნება. ეგ არის უბრალოდ ხალხისთვის ინფორმაციის მიტანის სხვადასხვა საშუალებები და ანუ ვიღაცა შეიძლება ჩვენს იდეოლოგიას არ ეთანხმებოდეს და საერთოდ თვლიდეს რომ ვაიმე და ეს რა უბედურება, მაგრამ აი მაგის მიუხედავად თუ რამე ვაკეთებ მთელი ეს წლებია, არის რომ ხალხო მოდი ბელადებს თავი დაანებეთ. აი მიშა ბელადი გიყვარს შენ თუ ბიძინა და რომელს უწერ ლექსებს, აი მოდი მაგას თავი დავანებოთ და შინაარსზე ვიკამათოთ, ხო? აი იგივე ხლა რა იდეებზეც ჩვენ ვლაპარაკობდით 5 წელი. ოცნება მაგას აცხადებდა მარგინალურ იდეებად და წინა არჩევნებზე აიღეს და გადააკოპირეს. და მან პრობლემა რაში მაქვს, იცი? ოცნების ამორჩეველი, რომელიც მანამდე ჩვენ გვეუბნებოდა, რომ თქვენ მარგინალები ხართ, მაგას რო ამბობთ, მე მისმა პარტიამ რო იგივე თქვა. და მის პარტიას რო ტაშს უკრავს. ეგ ხო პრობლემა არის, რომ შენთვის ეგ იდეები თუ მარგინალური იყო, ეხაც მარგინალური უნდა იყოს და თუ მაგ იდეებს ეთანხმებოდი, მაშინ როცა ჩემთვის რატო იყო? არა, მაშინ შენ პარტიას რატო არ თხოვდი, ხო? ეხლაც ზუსტად იგივე მომენტი არის. ოცნება რო ამბობს, რომ აი გავუკონსერვატორები იდიოტური ანტი ანუ
სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგო კანონებს იღებს. აი მთელ მსოფლიოში ყველაზე დებილური კანონი რაც არსებობს სიტყვის თავისუფლების კუთხით ბრიტანული, რომელსაც ამერიკელები უტევენ და ეუბნებიან, რომ ბრიტანეთში ეს რა უბედურება დაატრიალს. ოცნება აკოპირებს მაგას. ანუ სიტყვით შეიძლება ამბობს, რომ აი რაღაცა კონსერვატიული ღირებულებები და რაღაცა, მაგრამ საქმით აკეთებს მაგის საპირისპიროს, მაგრამ მის ამორჩეულს ეგ არ აინტერესებს. ამიტომ კი შეიძლება თითოეული ჩვენგანი მაგით ვარ დაკავებული და მაგაზე ვსაუბრობთ, მაგრამ და შეიძლება პასუხისმგებლობის ნაწილიც ჩვენზეც არის, იმიტომ რომ უფრო უკეთესად რო გვემუშავა, უკეთეს შედეგი იქნებოდა, მაგრამ თუ ხალხმა არ გააცნობიერა, რომ პოლიტიკოსი არ არის რაღაცა ჯადოქარი და რაღაც ფოკუს ჩაატარებს და ყველაფერი, რა ვიცი, ჩვეულებრივი ხალხი ვარ და თუ იდეები თქვენთვის საინტერესო არ არის, მაშინ გადაწყვეტავს ფული და ფული ამ ქვეყანაში ერთ კაცს აქვს და რა ვიცი, ახლა ეგ ჩაკეტილი წრე არის, ხო? მადლობ. მოდით ფული რადგან ვახსენეთ, გადავიდეთ ბიუჯეტზე, ხო? თქვენ ახსენეთ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი ნაკლებია, ძირითადად თბილისში არისო. ალბათ მაყურებლისთვის საინტერესო იქნება, საიდან მოდის ეს თანხა, საიდან ყალიბდება ბიუჯეტი თვითმმართველობის. ხა, ბიუჯეტი ყველგან ცენტრალურიც და სხვა რეგიონებშიც ყალიბდება შემოსავლებიდან, გადასახადებიდან, რომელსაც იხდიან კომპანიები. უბრალოდ თბილისს აქვს ის გამონაკლისი, რომ ჯერთი თბილისში ისედაც ობიექტურად ეს შემოსავლები არის ბევრად უფრო მეტი, შეუდარებლად უფრო მეტი ვიდრე, რა ვიცი, პატარა რაიონებში, მაგრამ გარდა ამისა, ეს პატარა შემოსავლების რაიონებიდან მოდის ცენტრალურ ბიუჯეტში და თბილისისთვის დადგენილი არის გამონაკლისი. რომ მას რჩება პროცენტულად უფრო მეტი შემოსავლები და ამ ხრივ თბილისის ბიუჯეტს პრობლემები არ აქვს განსხვავებით სხვა რეგიონებისგან. მე მინდა კიდე ერთ საკითხს გამოვიხმარო, რომ კი მესმის რომ მიყვებით თქვენ, მაგრამ საინტერესო თემა შეეხო და რაც არის რეალურად ეხლა რაზეც ჩვენი მე ხა დაუდიო რა ვიცი კარდაკარ ქუჩა და რასაც ხალხი კითხულობს, ერთ-ერთი საკითხი არის ეს ბოიკოტის თემას და მეც მინდა ვთქვა, გამოთქვა ეს მოსაზრება, რომ გარდა იმისა, რომ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ რა თქმა უნდა, არავის არ ვატყუებთ ჩვენ და არ ვამბობთ, რომ ეხა ნათელაშვილი რო იძახის ყველა არჩევნებზე რომ 80%-ს ვიღებ და მე ამბობს რომ აი 77 მომპარეს და მარტო დარჩენილი. რა თქმა უნდა ესე არ არის და მე არ ვფიქრობ რომ ეხა ჩვენ 51% უნდა ავიღოთ ამ არჩევნებში. ჩვენთვის ეს არჩევნები არის ეტაპი, რომ ბოლო-ბოლო ამ ქვეყანაში დაიწყოს მაინც ჩამოყალიბება მესამე ძალამ როგორც პოლიტიკურმა აქტორმა. მაგრამ არის ის ხალხი, ვისაც ეს არ აინტერესებს. რომ ეხა შენ მესამე ძალა რო გაკეთდება, ეგ მე მაინტერესებს რომ დღეს დამანახე ივანიშვილის თავი. და იმ ხალხსაც მინდა რომ მიუმართო. ის ხალხი, ვინც დღეს საუბრობს ბოიკოტზე, მე არ მომტკიცებ რომ იმ ხალხს ივანიშვილმა ფული გადაუხადა, შეიძლება სხვა მეთოდებით იმუშავა მასზე, მაგრამ რეალურად დღეს ბოიკოტისტები პირდაპირ ასრულებენ ივანიშვილის და მისი უშიშროების სტრუქტურების დავალებას. იმიტომ რომ ციფრები აგერ იაგო ახსენა მიახლოებით, ხო? 43% აიღო ქართულმა ოცნებამ, ყველა ხო ვამბობთ რომ არჩევნები გაყალბებული იყო და ვეთანხმები არჩევნები გაყალბებული იყო. 2024 წელს აი როგორიც იყო ეს არჩევნები, რა რესურსებიც ჰქონდა ხელისუფლებას და გაყალბებულ არჩევნებში, ოპოზიციამ აიღო 57%, ხელისუფლებამ აიღო 53%. ანუ საკმარისი იყო უბრალოდ რომ ოპოზიციური ამორჩეველი თუნდაც იგივე რაოდენობით მისულიყო რაც საპარლამენტო არჩევნებზე, ან უფრო მეტი, უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ერთიანი კანდიდატის წარდგენა, მაგრამ ამის გარეშეც გამოდის რომ მეორე ტურში კალაძეს მოუწევდა რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატთან დაპირისპირება. გაზომილი არის, ეს არ არის ვარაუდი, ეს არ არის ანალიტიკა. ხო. ამისთვის ერთადერთი რაც ოპოზიციას უნდა გაიკეთებინა, რომ რასაც ეხა მე ვაკეთებ, რომ უნდა ეთქვა, უნდა აიხსნა ხალხს ამისთვის, იმიტომ რომ ცენტრალურ არჩევნებში აქვს ასეთი სპეციფიკა, ეხა რომ ხელისუფლებამ რომ წააგო თბილისში და აიღო 53%, სადღაც დაიწერა მარნეულში 80%, ახალქალაქში 90%, კიდე სადღაც მაღალმთიან რეგიონებში 99% და პარლამენტის შედეგი ამით დააბალანსდა. თბილისში ხო ეს შეუძლებელია. თბილისს რო წააგებ, შენ არ შეგიძლია რომ მარნეულში მოიგო არჩევნები და ის გადმოიტანო თბილისზე. ამიტომაც რეალურად ოპოზიციას ჰქონდა აი ძალიან რეალური შანსი იმისი, რომ ივანიშვილისთვის პირდაპირ გულში მიიყენებინა დარტყმა, ეს არ გააკეთა. ეხლა მე არა მაქვს შეიძლება მაღალი ინტელექტუალური ეს რა ქვია დონე რო აქვს ანხაბეიშვილს ან ხაზარაძეს ასეთი ვარაუდი, მაგრამ არც იმდენად სულელები გონი ეხლა რასაც ვლაპარაკობთ, ეს არ არის ღრმა ანალიტიკა, ციფრებია. წინა არჩევნების რომ მათ ეს არ იცოდნენ და ეს სტრატეგია სხვა დროს ოპოზიციას გამოუყენებია. ჩემი აზრით ეხლა ეს იმ ხალხს მინდა მიმართვა, ვინც ამბობს რომ აი დაუშვათ ბოიკოტი და ქუჩაში გასვლა უფრო ეფექტური არის ივანიშვილისთვის ამდენ საბრძოლველად. ეხლა რაც საქართველოში აქციები ჩატარებულა, რა შემილია, მე მგონი სტატისტიკა რო ითვლებოდეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი რა მარტო საკნების აქციაზე 100 დღე ქუჩაში მეძინა.
ხალხო ის ხალხი მაინც ნუამობთ არჩევნებში მისვლას აზრი არ აქვს და აქციაზე გავალთო, ვიზაც არჩევნებში მოსვლა გეზარებათ, რატო? არჩევნებში მისვლა არის ბევრად უფრო ადვილი. წადი, მოდი, სულ უნდა 9 საათი, 40 წუთი. აქციაზე თქომა ეს არის, ამას ჭირდება გამბედაობა, იმიტომ რომ იქ ვიღაცა დუბინკას იმას გიზავს და მოგიქნევს. ამას ჭირდება შრომა, ამას ჭირდება ჯანმრთელობა, შენ ადექი და ეხა რო აცივდება იდექი. არ მჯერა უბრალოდ რომ ის ხალხი, ვისაც არჩევნებზე წასვლა ეზარება და ამას აправებს იმით რომ არჩევნებს აზრი არა ქუჩაში გავა რომ ქუჩაში დადგება. ქუჩაში დადგება არის ბევრად უფრო რთული და მით უფრო ეს ორი არაფერს ერთმანეთს არ უშლის პირიქით. უმრავლესობა თუ ვიღაცას რევოლუცია ელანდება, ხავერდოვანი რევოლუციების ხდება, სწორედ 90% მაინც მაგხავერდოვანი რევოლუციების საბაბი არის გაყალბებული არჩევნები. ამიტომაც მე მინდა ვთქვა რომ ამაზე დაფიქრდით ის ხალხი, ვინც ამბობთ რომ არჩევნებზე არ წავალთ იმის გამო რომ აი ხაბეიშვილის დაანონსებული რევოლუციის ჯერა შეიძლება ეს კარგად ჟღერს. მე მიშას დროსაც მახსოვს რომ ვიღაცა გამოვიდა და იტყოდა რომ აი ხა 26 მაისს ვამთავრებთ მიშას და ისე ზულდა ხალხს მიშა რომ ამბობდა რომ კაი რა კახა რა არჩევნებდი წამოიგ გავიდეთ არ გამოდის ეს ერთ დღეში რო გვინდა ჩვენ საქმის გაკეთება ეგრე არ გამოდის. და ჩემი აზრით ეს არგუმენტი თუ ვინმე ამ არგუმენტში რა ვიცი დებატებში გამოყვება ნაციონალური მოძრაობიდან ან მათი ვინც არიან კიდე სატელიტი პარტიები დიდი სიამოვნებით მე ვამტკიცებ იმას რომ ნაციონალური მოძრაობა ზოგი ალბათ ნებსით და ზოგი შეიძლება უნებლიედაც მაგრამ თამაშობს და ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებას ეს იყო ბიძინა ივანიშვილის საუკეთესო სურვილი რომ ოპოზიციის ნაწილი გასულიყო არჩევნებზე ნაწილი დარჩენილიყო ბოიკოტში ორივე ერთად რო ყოფილიყო სრულად არც ერთ მხარეს არ აწყობდა და პირდაპირ ჩემი აზრით მან გასცა ეს დავალება ну, ხო შეიძლება ვიღაცებზე ფულის გადახდაც არ მოუწია, იმიტომ რომ თავისი ნებასურვილი შეასრულეს ეს დავალება. კი ბატონო, ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ იქ ერთი-ორი სიტყვა ბიუჯეტზეც თქვა. კი ბატონო, ბიუჯეტზე რა ვიცი, რა გითხრათ, ბიუჯეტში მე ჩახედილი მაქვს მაგალითად და რო ნახავთ თქვენ არის უამრავი ისეთი ხარჯი, თბილისში ბიუჯეტი არის 2 მილიარდი ლარი, ну ცოტა მეტი იზრდება, შეიძლება ბოლო მონაცემით კიდევ უფრო მეტი იყოს. რომელიც შეიძლება, რა ვიცი, გაჩნია როგორ შეხედავ, ბევრია თუ ცოტა, მაგრამ ბევრი ისეთი პრობლემის მოგვარებას ყოფნის, აი რომელიც ჩვენ გვეჩვენება მაგალითად რომ არის ეხლა რაღაცა აი არ გადაწყდა წლების მანძილზე და ეხლა ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ვიცი, არ მინდა უბრალოდ ისეთ რაღაც გავიმეორო, რაც 500 ჯერ არის გასული მაგალითად ნოდარ მელაძის გადაცემაში, რომ ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი იხარჯება ამ რაღაცა ანუ არასწორი ხარჯვა ხდება, არასწორი მიზნობები. ვაკის პარკის სადღაც ვკითხულობდი ამას და ჯამურად რამდენიმე 2 თუ 3 ლოტი იყო 60 მილიონი დაждდა 60 მილიონად რა ვიცი ქალაქებს აშენებენ უკვე და 60 მილიონად შეგიძლია რომელიღაცა დიდი ეს რა ქვია სამრეწველო საწარმოს ფილიალი გახსნა საქართველოში და 60 მილიონად მე მიუხედავად იმისა რომ არა ვარ ეხა პარკების მშენებლობის სპეციალისტი მაგრამ მგონია რომ ძალიან გაბერილი და ძალიან ასე ვთქვათ კორუფციული არის ეს თემები. შენებლობებზე რაც ხდება, ამაზე უკვე ვისაუბრე და აღარ მინდა რომ იგივე გავიმეორო. ბიუჯეტის თემა არის ის, რომ უნდა ხდებოდეს იმ კონკრეტული საჭიროებების მოგვარება, რომელიც თბილისელებს აქვთ. მათ შორის საუბარი იყო მაგალითად აი სკოლებში უნდა იყოს თუ არა კვება უფასოდ და ხელისუფლების ძირითადი კონტრარგუმენტი იყო, რომ ეს ძალიან ძვირია. რას ნიშნავს ძალიან ძვირია? მარტო IP-ების ჩამონათვალს რო ჩახედავთ, ეხლა რამდენ რა ვიცი იმებს აფინანსებს დედაქალაქი ისეთ უამრავ ღონისძიებას და პროექტს, რომელიც არავის არ ჭირდება. რაღაც სხვადასხვა ფესტივალებს გამოიყოფა გასაგებია. ანუ არასწორი პრიორიტეტები. კი, მე ერთ მაგალითს გავიხსენებ, ეხლა მე თვითონ ვიყავი თბილისის საკრებულოს წევრი 4 წლის მანძილზე და ოპოზიციიდან ვიყავი და დიდად არ მაყენებდნენ საქმის ყურში, მაგრამ რაღაც პერიოდი იყო იქ მოკლე პერიოდი 2012-დან 14-მდე რომ კოცები მოვიდნენ და თვითმმართველობაში ნაცები დარჩნენ. და 50 კაციან დეპუტატში და ჩემი და კიდე ერთი დეპუტატის ხმა კაცთაძის აღმოჩნდა გადამწყვეტი 24 ნაცი იყო 24 კაცი და ჩვენ ორი ასე ვთქვათ ცოტა ჩავიჭყიდეთ ამ ესე იგი ეხლა რაზეც მინდა ვთქვა ეს არის შტატების დაკომპლექტება 50%-ზე მეტი სრული პასუხისგებლობით მინდა ვთქვა ყველა მუნიციპალურ სტრუქტურაში და ზოგადად ეს პროცენტი კიდევ უფრო მაღალია თლიანად არის პარტაქტები ხალხი რომელიც სამსახურში არ დადის ეხლა საერთოდ საკრებულოზე უსაქმური ორგანო არ არსებობს რომ იცოდეთ ეს არის ორგანო რომელსაც ევალება რომ მარტო თვეში ერთხელ შეიკრიბოს იმიტომ რომ კანონში წერია რომ თვეში ერთხელ უნდა შეიკრიბოს ოღონდ ამ თვეში ერთხელაც დღის წესრიგი არ აქვს და როცა დღის წესრიგი არ აქვს ეხლა სხდომა დღის წესრიგის გარეშე ხო არ გაიმართებოდა და აბა თუ იცი რა დღის წესრიგი ქონდათ მოფიქრებული ეგეთ შემთხვევისთვის აი არ აქვს საკრებულოს საქმე მაგრამ კანონში წერია რომ სხდომა ქუჩებზე სახელების გადარქმევა ეს ყოველთვის შეგვიძლია მოიფიქრო და ყოველი მეორე სხდომა იმართებოდა ამ დღის წესრიგით ქუჩებზე სახელების გადარქმევა და საკრებულოსაც ჰქონდა უშუალებელი აპარატი კიდე. რო ჩავხედე ამ სიას რომ რამდენი კაცი არის აპარატში და
ეხლა ხო ვიცი დაახლოებით მაშინ ლერმონტოვზე იყო ეს ძველი საკრებულო არ იყო გარემონტებული და ავარიული შენობა არის იქ ყოფილი ენერგეტიკის სამინისტრო იქ მუშაობდით და ვიკითხე ეს ამდენი ხალხი არ დადის მეთქი ერთმა გამიყვანა იქ რაღაც განყოფილების უფროსი იყო პროჭი დაანებდა თავი ბადნო გახო კიდე კაი არ დადის რაც აქ შტატში წერიაო ეგ ხალხის უყველა რომ მოვიდეს ეს ავარიული შენობა არის და ჩამოიქცევა ჩავიმარხებით უყველაო და ეს არის კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ 2 მილიარდი რომ მართლა ამ ქალაქს მოხმარდეს და არა იმას როგორც დღეს იხარჯება ეს კორუფციულ ტენდერებზე და კოცების პარტაქტივზე ძალიან შესამჩნევი იქნება ეს ამ ქალაქისთვის და ძალიან ბევრი იმ საკითხის მოგვარება რომელიც ახლა ხელისუფლება იძახის რომ ძვირია იქნება აბსოლუტურად რეალური. მადლობ ბატონო იაკო მე რამდენადაც გავიგე ბიუჯეტი იზრდება მაგრამ იზრდება ხელფასების ხარჯზე და სხვა პირიქით მცირდება ეს ესეა თუ არა და რამდენად ეს გამართლებულია რომ ბიუჯეტის გაზდაში არაფერი კაი არ არის ანუ ეს იმას ნიშნავს რომ მეტი გაძარცვე შენი ხალხი შესაბამისად როცა მთავრობა გვეუბნება რომ მე გავზარდე ბიუჯეტი ეს სინამდვილეში ნიშნავს არამე კაის კი არა არამედ იმას რომ მე კარგად გაგზარცვეთ ხალხო აი მაგალითის გეტყვით ერთს აი ბიუჯეტის ერთ-ერთი წყარო ხო არის აი ეს გაჩერებებზე მანქანის გაჩერებაზე რო აჯარიმებენ მე ერთი კვირის განმავლობაში 5 ჯარიმა მაქვს უკვე მოსული 50 ლარიანი იმიტომ რომ ჩვენ ხელხაზზე აქ თეორია და ხო და საქმე იმაში მდგომარეობს რომ 10 ლარი იყო მიშას დროს City Parks რო ხონდა ხო გახსოვთ და უბრალოდ ახლა რაც აი უბრალოდ ეს ხო თბილისელების სულში ჩაფურთხება არის აი უბრალოდ რომ მანქანას დატოვებ სადღაც იმ გაჩერებასაც სუტოვებდი კალაძეს არ შეუქმნია ახალი გაჩერება კომუნისტების დროს იყო შექმნილი ამან მივიდნენ მიხაზეს და თვითონ მანქანის გაჩერებაზე 50 ლარით გაჯარიმებენ ისე რაღაც საათობრივი თუ რაღაცა გიჟობა რომელსაც ჯერ ვერც კი ისიც კი არა მაქვს დაინსტალირებული ანუ ფიზიკურად აი მეც კი არ მომინდა მისი დაინსტალირება უბრალოდ იმდენად ძარცვა არის ბატონო იაკო აქ დავამატებ ხა მე თვითონ მყავს მანქანა და ამიტომ ეს საკითხი რა თქმა უნდა მეც დამაინტერესა ამ საკითხმა მე ვიხდი გადასახადს მანქანის გასაჩერებლად ერთს თბილისის გადასახადს კიდე დამატებით ვიხდი ზონალურ გადასახადს ეს ორი გადასახადი რატო ხდება ვერ ვიგებ და კიდე იქ მოხუცი კაცი დგას მეწოდება და ვაძლევ 0 ლარიანს ან 2 ლარიანს მართლა ცოდუა მის შემოსავალი ეს არის გამოდის რომ სამმაგად ვიხდი კარგი ნუ ის კაცი თუ არ შეგეწოდება ორმაგად ხო იხდი ეს რა რატო ხდება ესეთი ორმაგად გადა ანუ იმიტომ ხდება რომ ფულის შოვნა უნდათ რატო ხდება ტექთათვალიერება რატო შემოიღეს მანქანის 2005 წლიდან 2020 წლამდე თუ ტექთათვალიერება არ გქონდა რა ახლა ჟანგბადი სხვანაირად ვთქვათ თბილისში რატო მოხდა ეს იმიტომ რომ ყოველწლიურად გაპარსო ხალხი და შენიანი ბიზნესები ანუ გამოკვებო კარგად შენი ხალხი სამართლიანად რომ ჩატარდეს ხო კარგია იმიტომ რომ ძალიან ბევრი მანქანა მართლა ბოლფავს ისე რომ სამართლიანად ხო არ ტარდება აი სამართლიანად რო ჩატარდეს უყურე სამართლიანად მანქანის ნომრები რო შეცვალეს ნახევარ საქართველოს მანქანას ხوار ჩამოვართმევთ ხო ანუ წარმოვიდგინეთ რომ ჩვენ რომ მართლა მივუყენოთ ამას ის სტანდარტი რაც გერმანიაშია ხო ნახევარ საქართველოს მანქანას აწარმოებთ ხო ეს არ გვინდა ხო არავის არ გვინდა რომ გაჭირებულ ხალხს მანქანები წავართვათ იმიტომ რომ ძველი მანქანები ყავთ ამის ჩინარსი სულ ორნაირია ერთი ის არის რომ ფული იშოვო გაპარსო ხალხი ჩვეულებრივად და მეორე რაღაც დონეზე მაინც შეამცირო მანქანების რაოდენობა რომ შენ კაი მანქანით იკატავ თავისუფლად ხო და ანუ ჩვენ ხო სინამდვილეში ადამიანებს სოციალურობით რომ გაათავისუფლეთ თბილისიო, უნდათ რომ გაათავისუფლე ამ გიჟობებისგან. 10 ლარი რო იყო ნაცების დროს და ნაცებს რო აგინებდა ყველა და City Parks და ასე შემდეგ, 50 რო გახდა ახლა და ღამე აი რომ თქვენ მანქანათო წაურთმევიათ თქვენთვის და გაუტაცებიათ და სადღაც დაუგდიათ, იქ რომ მიხვიდეთ, ნახავთ რა ხდება ღამე. მოდის ხალხი თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებს. ანუ მე ისედაც მithქვამს კიდეც აი რომ ხვდებიან ეს თანამშრომლები აჯარიმებენ და მიიყავთ მანქანები. მეც ანუ აი ადამიანურად არ მინდა რომ შეურაცხყოფა მოვაყენო, მაგრამ მათ საქმეს, რასაც ისინი აკეთებენ, სულ შეურაცხყოფით მოიხსენიებ. ვეუბნები რომ აი არ შეიძლება ზოგადად აი ბენდუხიძე ამბობდა ხოლმე ამას, რომ არ შეიძლება ქრისტეს გაყიდვით იშოვო ფული. აი არ შეიძლება მაგით ფული იშოვო. არ არის ეს საპატივცემლო საქმე. აი სრულიად არაქართული ამბავია, რომ ადამიანი მანქანა დააყენა სადღაც, სულაც უაყენებ და მიხვედი შენ გამოუწერე 50 ლარიანი ჯარიმა, ან მოიყვანე ევაკუატორი და წაიყვანე მანქანა. არც ქრისტიანობაში არ ჯერდება, არც ქართველობაში არაფერში არ ჯერდება. არა და ყველას გამოგვიცდი აქ. შეიძლება დასრულეთ ბატონო იაკო, ძალიან საინტერესოა სიამოვნებთ გიხართ. არა, დავასრულეთ ჩათვალეთ. ესე თქვა, ჩემთვისაც ცნობიერი თემა, ორჯერ ვარ დაკავებული ამ City Park-ის აქციაზე და რაც იაგომ თქვა მარტო ნაცების დროს რო იყო იქ არ არის იაგო თემა. კალაძის პირველი არჩევნები რო იყო 2017 წელს. ერთ-ერთი ცენტრალური სლოგანი იყო რომ City Park-ი გავა ქალაქიდან.
და City Park-თან იყო ასეთი გადასახადი 10 ლარი ჯარიმა, 60 ლარი ევაკუირება. ეხა არის 50 ლარი ჯარიმა და 150 ლარი ევაკუირება. ანუ სახელი City Park-ი კი არ ქვია, ეხა იმას თბილისი და პარკინგი ქვია თუ რაღაცა სხვა სახელი ქვია შეფისის. მაგრამ ჯარიმები გასამაგდა. და ეს არის ნამდვილად უსინდისობა და გარდა ამისა კრეტინიზმი არის რატო და ნამდვილად ბიუჯეტის ვიზა ხალხის ძარცვა არის რატო. ადმინისტრირება, ეხლა მე თვითონ იურისტი ვარ და იაგოც იურისტი არის და ვიცი, ადმინისტრირებას აზრი აქვს, როცა ადამიანს ეუბნები, რომ აი ეს გააკეთე და თუ ამას არ გააკეთებ და ამ ნორმას დაარღვევ, მაშინ გაჯარიმებ. რა, თბილისში არის ეს საპარკინგო ადგილები და არაყენებს ერთხელ ჯიუტად და არღვევს თუ არ არის? თუ არ არის საპარკინგი ადგილი, ეს იმ კაცის ბრალი არის თუ კალაძის ბრალია. წავიდეთ ეხლა და რამდენსაც გინდა განახებთ ისეთ ყოფილ პარკინგის ადგილს, სადაც სანსავაჭრო ცენტრი არის წამოჭიმული ან კორპუსი. ანუ პარკინგზე შენ მერია კორუმპირებული რო ხარ და ქოცი რო ხარ აშენებ კორპუსს და მე მეუბნები რომ იმ პარკინგზე რო ვეღარ ვაყენებ და სადღაც გვერდზე ბორდიურზე მივაყენებ რომ მე ვარ დამრღვევი და მე უნდა გადავიხადო ეს 200 ლარი ეს რა თქმა უნდა არის რა ვიცი ანტიკონსტიტუციურიც კორუფციულიც ყველაფერი ერთად და სიგიჟე არის ახლა ქალაქში არის სადღაც 50-60,000 საპარკინგი ადგილი და დადის 300,000 მანქანა ჯარიმა თუ გინდა გახადე თუ გინდა სიკვდილით დასჯა შემოიღე ახლა 50,000 მანქანას ეგ უკვე ფიზიკის კანონია ეს 50,000 ადგილზე 300,000 მანქანას ვერ დააყენებ. რამფულით ამეს მაინც აკეთებდი, ამფულით, აი მეტრო ხო ვერ გაკეთებია, რომ შეუმსუბუქო მანქანით მოსიარულეს რაღაცა საცობი ან რაღაცა. ხიდი 1993 წლის მერე მტკვარზე არ აშენებულა. ხო, და წარმოვიდგინეთ, რომ მაშინ დადიოდა 10 ჯერ ნაკლები მანქანა ვიდრე დღეს. ხო, და ამ დროს მოდიხარ, აი შენ ეს არ გაგიკეთებია, საშინაო დავალება არ შეგისრულებია და ხალხს აჯარიმებ უბანში, იმაზე რა ქვია, 50 ლარით ყოველდღე. ანუ აი უბრალოდ მარტო ამის გამო ჩვენ რო ნორმალური თვითმმართველობა მართლა გქონდეს, აი ჩვეულებრივად ქალაქის მერიაში აი ამაზე ვინც იყო პასუხისმგებელი უნდა გაგვეყარა სამსახურიდან. ანუ ხალხი უნდა მიუვარდეს მართლა და გაყაროს სამსახურიდან, ვინც ამას აკეთებს ის ბოროტ მოქმედი. რომელიც მანქანას კპარავენ, გაჯარიმებენ 50 ლარი, რატომ? ერთი შენს ადგილზე დავდე, კი ერთი ადგილი აგიშენებია ქალაქში, ერთი ხიდი არ აგიშენებია, ერთი მეტროს სადგური არ აგიშენებია და ნაცებმა რომ მავნებლობა გააკეთეს 10 ლარი როგორ შენ 50 ლარი გახადე. არა, დიდია გადასახადი მართლაც. აი მართლა მე მგონია თბილისელებს აი ოდნავ მართლა ჭკუათ უმოეკითხება და მარტო ამის გამო არ შეიძლება კალადის არჩევა. მარტო სხვა ყველაფერს დანებო, უბრალოდ მართლა რა უკრა მანქანით მოსიარულეებს. ვაფშე რა მანქანა თუ ყავს კალაძის ხმარო უნდა მიწეს. თითქოს სპეციალურად კეთდება რომ ნაკლებადია რომ მანქანებით და ეგ დოქტრინა არის ეგეთი. დავუშვათ გადავიდეთ ველოსიპედებზე ან თბილისში ღარიბები უნდა ჩამოსვა მანქანიდან თორე შენ თუ ფერარი ყავს გზა გჭირდება ცარიელი. აი ბასლაინი უნდა იყოს რომ ნელა არია რო კაცო სწრაფად გაი რა ბარის გიდა ფერარი საწოლში ფერარიც ეს არის მანქანაა ჩვეულებრივი. ანუ თბილისის განვითარების კონცეფცია რომელიც კალაძე მაიღო შეიარაღებაში და რის განხორციელებასაც ეგენი ცდილობდნენ, ნუ რა თქმა უნდა იმაში ვეთანხმები ხა სხვა გამოსვლებს რომ ეგ ფულის კეთების დაზგა არის, მაგრამ მაგასთან ერთად არის ეგეთი ხედვა, რომ აი ქალაქში რაც უფრო ნაკლები მანქანა მოძრაობს და რაც უფრო მეტი ადამიანი არის გადასული საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ქალაქი არის უფრო სუფთა, უფრო ეკოლოგიური და უფრო წყნარი და ასე შემდეგ. ნუ ეგეთი ხედვა არის. და არის მართლა ქალაქები, სადაც მაგის განხორციელება მართლა შეიძლება. ნუ მაგაზე ეს რგოლიც რო ქონდა გაკეთებული, მანდაც ვამბობ, რომ ეხლა თბილისი გეოგრაფიულად სამტრედის ადგილზე რო იყოს განლაგებული, თხელი რო იყოს ძალიან მარტივად ხსნი, ხო? შეიძლება რაღაცა ესეთი მსგავსი რაღაც დონეზე ემუშავა, მაგრამ თბილისი არის მტკვრის ხეობაში განლაგებული, ორი მხარეს არის მთიანი რელიეფი. აქ რაღაც ბებიას პენსიონერს მოთხოვო ხა მითი ველოსიპედით იაროს. სიგიჟია. მით უმეტეს უკაცრავად გაწყვეტინებს, სადაც მე ვცხოვრობ ჩიტაძის თავში, რო ავიდეს ბებია კი არა, ახალგაზრდა ველოსიპედით, ეგეც უბრალოდ არ გამოვა რა და სპორტსმენი უნდა იყოს. აი ეს რაღაცა კონცეფცია რომ მოდი პრობლემები შევქმნათ მანქანით, ვინც დადის იმათ, ანუ ეს ზონალური პარკინგი რატო გაჩნდა? რატო გაჩნდა დაუშვათ ეს ველობილიკები, ბასლაინები და ასე შემდეგ, ხო? ანუ არაკომფორტული გარემო უნდა შეიქმნას ქალაქის ცენტრში ავტო ასე ვთქვათ ტრანსპორტისთვის, რომ ვაიძულოთ ხალხი, რომ გადაჯდეს მუნიციპალურ ტრანსპორტზე. ეს იყო იდეა. და ამასთან ამბობდნენ კიდევ. პრაქტიკაში რა მოხდა, ხო და მაგაზე გადავიდეთ. პრაქტიკაში მოხდა ეგ, რომ ვინც მანქანით დადიოდა, მანქანიდან არ გადმომჯდა. მუნიციპალური ტრანსპორტი არის ეხლაც ისეთი არჩევანი, როცა სხვა გამოსავალი არ აქვს, ან ავტოტრანსპორტი არ აქვს, ან ვერ ახერხებ, მარტო მაგიტო დადის ხალხი. და ანუ გაურთულეთ ტყუილა აი ეს დისკომფორტი, რომელსაც უნდა ეიძულებია ხალხი, რომ
მუნიციპალურ ტრანსპორტზე გადამჯდარიყო, აი ზონალური პარკინგი იქნება, ჯარიმების გაზდა იქნება თუ რაღაცა. დისკომფორტს ხალხს უქმნის და შედეგი რაც უნდა მიეღოთ, მაგაზე საერთოდ არ შედარებით, კაი შედეგია, ცუდი შედეგია, კაი სტრატეგია იყო, შედეგი ვერ დაიდო. ანუ რაზეც იყო გათვლა, ეგეც ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ახლა ბიუჯეტის თემას თქვენ ახსენეთ, მაგას მინდა რომ აი ჩვენი ინიციატივა რაც არის ჩვენი ჯგუფის, ეგ თქვა და რა ვიცი თუ გაიზიარებენ სხვებიც, რა ვიცი, კი გასაგებია დებატებია და ასე შემდეგ, მაგრამ რა ვიცი, შეიძლება საერთო კონსენსუსი იყოს, ხო? და სასურველიც იქნება საერთოდ ქვეყნისთვის, ხო, რომ თბილისის ბიუჯეტი ახლა არის 2 მილიარდ 300 მილიონი დაახლოებით უხეშად, ხო? იქ არის რა თქმა უნდა რაღაცა ნაწილი, რომელიც არის, ну, ისეთ რაღაცებზე იხარჯება, რომ მაგას დიდად ვერაფერს ვერ უზავ. მაგრამ ასობით მილიონი იხარჯება როგორ რაღაცაზე, კულტურული თემები არის რაღაც სამედიცინო პროგრამები, არის სპორტული ღონისძიებები, ანუ მთელი რიგი ისეთი რაღაც მოვლენები ფინანსდება ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან, რომელიც უბრალოდ დამოკიდებულია აი კახა კალაძის პირად გემოვნებაზე რა აი ბატონო ზურა ბოდიშს გიხდით მე საერთოდ არ მიყვარს გაწყვეტინება როდესაც ადამიანი საუბრობს ერთი რაღაც მინდა ჩავსვა ჩვენ კონვენციაში ვკითხულობთ უპირატესი არის იურისტები დამეთანხმებიან ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა როდესაც არის ქალაქში ამდენი ავარიული სახლი და ეს პირდაპირ უშუალოდ ადამიანების სიცოცხლეს ეხება ხო არ უნდა იყოს უპირატესი დაუშვათ მათი სასახლების გამაგრებან ვიდრე კონცერტები თუ ადამიანები გეღუპება ქალაქში რა გეკონცერტება თუმცა კონცერტიც თავის სახლების თემაზეც გეტყვით ჩვენი ხედვა როგორი არ შეიძლება ხა სხვა შეხედულება ბოლოშიც გექნებათ საშუალება აი რაც შეეხება ბიუჯეტის თემას ანუ პირობითად რო თქვა აი ამ თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით 20% რომელიც აი ეს რაღაცებზე იხარჯება ჩვეულებრივად შესაძლებელია რომ პირდაპირ დემოკრატიის გზით განკარგოს თბილისის მოსახლეობამ როგორ ანუ მაგისთვის გასაკეთებელია ქალაქ თბილისის მერის ბაზაზე ონლაინ რესურსი ანუ საიტი სადაც აი ვიღაცას მაგალითად უნდა რაღაცა ფესტივალის ჩატარება ხო და რაღაცა რაოდენობის ფული გვაქვს გამოყოფილი წელს ვიღაცას უნდა დაუშვათ რაღაც ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება ან რაღაცა ონკოპაციენტებს დავეხმაროთ. ვიღაცას უნდა საერთოდ რომ მოდი ეგ საერთოდ არ დავხარჯოთ და თბილისის რაღაც ინფრასტრუქტურას აი ეგეთი პროექტების სახით უნდა აიტვირთოს და ქალაქ თბილისში რეგისტრირებული მაცხოვრებლები ვინც არის იმას უნდა მქონდეთ მაგაზე ხმის მიცემით გადაწყვეტა რაში წავიდეს მათი ფული. და როგორ შეიძლება ამისი ორგანიზება თან ახლა ისე რო არ გამოვიდეს რომ აბა ჩემი პროექტი არის გასაკაჩი და მოდი რაღაც ლაიქები ავაგროთ ხო? საქართველოს კანონმდებლობით დღესაც უკვე ფუნქციონირებს ეგეთი რაღაც არის ელექტრონული ხელმოწერის სისტემა. ანუ თქვენც რომ მიბრძანდეთ ახლა იუსტიციის სახლში რიდერს გაძლევენ, კოდს გაძლევენ და ტელევიზიებს გვაქვს ვიცი. როცა შენი პირადობის მოწმობით შეგიძლია რომ ელექტრონული ხელმოწერა განახორციელო. ანუ მაგას იგივე იურიდიული ძალა აქვს, რაც რომ მიხვიდე და ხელი რომ მოაწერო, ხო? ანუ მერიას შეუძლია რომ ერთი მაგისი პოპულარიზაცია მოახდინოს და მეორე ხალხს უთხრას რომ აგერ ბიუჯეტის ეს ნაწილი პირდაპირ აგერ იქნება სხვადასხვა პროექტები თქვენ ხმის მიცემით გადაწყვეტეთ თქვენი ფული რაში წავა. ჩემი აზრით ეგ არის კარგი იდეა, იმიტომ რომ აი ხალხმა გადაწყვეტოს თვითონ მაგათი ბიუჯეტი ნაწილი ეხლა გასაგებია მთლიანად ეგრე ვერ გადაწყდება, მაგრამ ნაწილი სად წავა ჩემი აზრით ეგ იქნება კარგი ინიციატივა. მე რამდენადაც ვიცი, დიდი მადლობა. მე რამდენადაც ვიცი, თუ არ მეშლება, გერმანიაში როცა ადგილობრივი ბიუჯეტი ყალიბდება, მოსახლეობა თვითონ ირჩევს მონაწილეობას იღებს და თვითონ ირჩევს პრიორიტეტს, რაში როგორ უნდა განაწილდეს ეს ბიუჯეტი. შესაძლებელია, ხო, იგივე რაც თქვენ თქვით, ხო, სხვადასხვა მეთოდები. ორჯერ იქ საერთოდ რეფერენდუმები ხდება ხოლმე და ძალიან ესეთ მიკრომენეჯმენტსაც ახორციელებს მოსახლეობა, მაგრამ კაი ჯანდაბას საქართველოში მაგისი პოლიტიკური კულტურა არ არის, ხო? აი რაღაცა ელემენტარული თუ დავიწყოთ ხო შეიძლება. თან, რა ვიცი, სახლში იჯდები კომპიუტერთან და არაფერი არც დიდი ფული არ დაჯდება მაგის, ანუ მან შეიძლება რაღაცამ თქვას, რომ ეხა ყოველ ჯერზე ეს რაღაცას ვატარებთ, არაფერი, მაგას უნდა
ნორმალური წესიერი ინტერნეტ რესურსი და ადამიანის სახლში რო შევა კომპიუტერიდან შეიძლება აირჩიოს რომ მოდი ახლა ჩემი ფული დახარჯე თამაში. იცით ამასთან დაკავშირებით ესეთი შეკითხვა მაქვს ბატონო კახა ახლა თქვენთან გამოვა დიდი მადლობა ბატონოზე. კომპიუტერი ძალიან კარგია, ინტერნეტ შესვლა ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ გვყავს პენსიონერები, რომლებმაც კომპიუტერი სულაც არ იციან და ვერაფრით ვერ იგებენ ეს კომპიუტერი რა არის. ვერ იგებენ. ამ შემთხვევაში არავის არ ვაშარჟებ უკაცრავად უბრალოდ სიტყვა ესე ვთქვი. რამდენად შესაძლებელია თავისი მოსაზრება მერიას მიაწოდოს. აი მაგალითად, მე მინდა მაქვს რაღაცა მოსაზრება ჩემი და მინდა დაურეკო მერს და გავესაუბრო. ეს რამდენად შესაძლებელია? მე რამდენადაც ვიცი, სრულიად შეუძლებელია. არა, ეს შეუძლებელი არის და ალბათ მილიონნახევრიან ქალაქში ვინც არ უნდა გახდეს ქალაქის მერიას მაინც შეუძლებელი იქნება, მაგრამ შეიძლება არსებობდეს სხვა ფორმები. პრინციპში საკრებულო და თვითმმართველობა არის ეგ ფორმა, რომლის საშუალებითაც ადამიანს უნდა ქონდეს ურთიერთობა თვითმმართველობასთან, თუმცა ამაზე დავიწყეთ ახლა რო აღარ გავმეორდეთ. ეს საკრებულო არის ფიქცია. არ არსებობს, არა აქვს არანაირი უფლებამოსილება, არანაირი ანუ მე თუ მინდა ჩემი ხმა მივაწოდო, რა უნდა ვქნა ამის თუ გინდათ რეალურად იყოს თვითმმართველობა, უნდა მისცეთ ხმა ოპოზიციურ პარტიას, მე რა თქმა უნდა მირჩევდი და ნომერ 7-ს მისცეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით რა თქმა უნდა თვითონ გადაწყვეტოთ რატო. საკრებულო ვერ იფუნქციონირებს ისევე როგორც პარლამენტი ვერ იფუნქციონირებს მანამდე, ვიდრე იქ საკონტროლო პაკეტი აქვს ერთ პარტიას. ამ შემთხვევაში ივანიშვილის პარტიას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, არც ერთი დეპუტატს არანაირი ძალა არ აქვს და არ არის საჭირო რომ რაიმე აი ზურამ რო ახსენა მაგალითად პროგრამა და პაკეტი არის გადასაწყვეტი. ნებისმიერ ქვეყანაში როგორ ხდება ახლა შვეიცარიაში იქნება თუ გერმანიაში თუ სხვაგან. შეუნდა შეხვდი ამ დეპუტატებს და უნდა უთხრა რომ აი ეს კარგი პროგრამაა, ლობირებას ეძახიან ამას, ლობირების პროცესს. მოდი მხარი დამიჭირი და ასე შემდეგ. საქართველოში ამისი აუცილებლობა არ არის, იმიტომ რომ გარანტირებულად ხმების 100% პარლამენტში უკვე და საკრებულოშიც საკმარისზე უფრო მეტი ხმების რაოდენობა ეკუთვნის ივანიშვილის პარტიას. როგორც კი 50%-ს დაკარგავს და მე კიდე ერთხელ არ მაქვს ილუზია და ამაზეც იყო აქ საუბარი, რომ ეხა ამ თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ ქართული ოცნება უნდა ესე ვთქვათ დაასრულოს თავისი არსებობა. მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია თბილისელებს რაც შეუძლიათ რომ 50% თუ ვერ აიღო ბიძინა ივანიშვილმა და მის პარტიამ ამ არჩევნებზე თვითმმართველობას და ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატიც გახდება ჯანსაღი. ვისაც გახსოვთ, იყო ძალიან პატარა მონაკვეთის საპრეზიდენტო არჩევნების 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის. თუ გახსოვთ, აი როგორი ესე იგი საყვარელი კაცი იყო ბჭყალებში ბიძინა ივანიშვილი. გამოდიოდა, ბოდიშებს იხდიდა, თავის შეცდომებზე საუბრობდა, ძველი გვარდია გაახსენდა, რომლებიც ახლა ციხისთვის ამზადებენ, ღარიბაშვილს, ბანკის ვალებს იხდიდა. წარმოგიდგენიათ, ფულიდან როგორც იქნა ამოაცურა, ესე იგი ჯიბიდან ფული და რატო? ეს ყველაფერი იყო, რომ ქართულმა ამომრჩეველმა მეგონი ერთადერთხელ საერთოდ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოახერხა და 50% არ მიცე ერთ პოლიტიკურ ძალას. მერე ორ კვირაში ეს მეორე ტური ჩატარდა და დამთავრდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეხა წარმოიდგინეთ ხალხო. აგორჩევია სალომე, გვიყვება რომ ეხა წარმოიდგინეთ თბილისელები მიხვიდეთ და ხმა მისცეთ ოპოზიციურ პარტიებს, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს და ქართულმა ოცნებამ დაკარგოს უბრალოდ 50%-იანი უმრავლესობა. აი თქვენ ვერ იცნობთ, როგორი მზრუნველი გახდება, ვინც არ უნდა იყოს ქალაქი მერი. როგორი მზრუნველი გახდებიან რაიონის გამგებლები, მოვლენ, გაახსენდებით, ძველი გვარდიაც, ახალი გვარდიაც და იძულებული იქნებიან, უბრალოდ იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავენ ხელისუფლებას და ეხლა იძახიან რომ მაინც 20 ლარად თუ ყიდულობ ხმას და მეტი პრეტენზია არ აქვს რომ მე 2 მილიარდს მოვიპარავ ბიუჯეტიდან, შენ 20 ლარს მოგცემ წელიწადში ერთხელ. აი ესეთი პარიტეტი არის და შენ თუ გაწყობს ეს პარიტეტი და 20 ლარად მართლა 51 ხაზავ, მაშინ მეტი რატო უნდა მოგცე? მაგრამ როგორც კი არ მიიღებს ქართული ოცნება, ამას რატო უსვამ ხას რომ აქ იმაზეც არ არის მნიშვნელობა რომ ქართული ოცნება იქნება თუ აქეთ თავისუფალი საქართველო გირჩი თუ კონსერვატორები. ზოგადად დასავლური დემოკრატია მუშაობს ასე რომ 51% არის გამონაკლისი. ძალიან გაგვიჭირდება ახლა რომ გავიხსენოთ რომელიმე ევროპული ქვეყანა, სადაც 50%-ზე მეტი შეიძლება კონდეს ერთ პოლიტიკურ ძალას და თუ არის სადმე ეს არის გამონაკლისი. როგორც წესი იქ არის 50%-ის ქვევით და ყველა პოლიტიკური ძალა არის კონკურენციის რეჟიმში. ამიტომ თვითმმართველობის გადასახედიდანაც და ქვეყნის პოლიტიკური სისტემის გადასახედიდანაც კიდევ ერთი არგუმენტი მინდა უთხრა ახლა ვინც ვიყურებს თქვენ გადაცემას რომ მიდით არჩევნებზე როგორც არ უნდა დამთავრდეს რომელი პარტიაც რომელ ადგილზე არ უნდა გავიდეს თუ კი ვერც ერთი პარტია 50%-ს ვერ აიღებს მაშინ ექნება აი თქვენ რაც ბრძანეთ აი მერე ნახეთ თქვენ როგორ უპასუხებს ქალაქის მერი და ვიცე-მერი მოსახლეობის თხოვნებზე ეხლა რატომ უნდა უპასუხოს სხვათა შორის თქვენ რო თქვით რომ აი ხმა როგორ უნდა მივაწვდინო მართლა ქონდა მერიას კაი ერთი ინიციატივა.
იყო ეგეთი პროექტი მე მგონი ახლაც არის თბილისი ფიქსი. სადაც აი შენ უბანში აი რაღაც მიდიხარ და რა ვიცი აი კანალიზაციის ლუკია მაგალითად დაკარგული ან რაღაცა ინგრევა ან რაღაც გაფუჭდა ან მოკლედ რამე არის იღებდი ფოტოს, ტვირთავდი და ეუბნებოდი აი ეს არის გაფუჭებული მიხედეთ. იქ მე შეგეძლო გენახა, რამდენად გააკეთეს, იმათ უნდა დაედოთ მე ფოტო რომ გამოასწორეთ. ეს ხო შესანიშნავია. ფეხზე დაიკიდეს. ეხლა ფაქტიურად ეგ რესურსი კი არსებობს, მაგრამ არ ფუნქციონირებს. რატო? ძალიან სწორედ თქვა კახამ. როდესაც ხალხი არ უქმნის დისკომფორტს ხელისუფლებას, ხელისუფლება ობიექტურ დასკვნას აკეთებს, რომ აი რატო უნდა შევიწუხო თავი? ეს ხალხი თუ მაინც გამოიქანება, მაინც თუ 51 შემოხაზავს, რაც არ უნდა გავაკეთო მე. რა მნიშვნელობა აქვს რას გავაკეთებ? მოდი მე რაც მინდა იმას გავაკეთებ. აი ძალიან ესეთი კურიოზული შემთხვევა მოხდა. ბოდიშა გამიგზელდა შენს ხმას დრო გვაქვს ხო? რო აი ადამიანი რომ აი ოცნება ვიზეც ამბობდა რომ ესენი არიან აკაცუკები და ესენი არიან ნაცები. ან ვინც იდგა და ოლეოლას ბღეროდა და აგინებდა კოცებს, ის ადამიანი ახლა უზით საკრებულოში სიაში. ანუ აი ახლა მაგას უნდა შეხედოთ ჩემთვის ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაგას უნდა შეხედო ქართული ოცნების აქტივისტის კუთხით. აი 13 წელია ქართულ ოცნებასთან ერთად რო დგას და რო ელოდება რომ რაღაც მომენტში ყურადღებას მიაქცევს ბატონი ბიძინა და მაგისი დრო მოვა. და დაბერდა რა 13 წელი გავიდა და ამ დროს ტიპი რომელიც მამად დედას აგინებდა ქუჩაში ის დააწინაურეს. ეგ რატო ხდება ესე? ეს ტიპი რომელიც ისედაც მაინც წავდა ოცნებას მოხაზავს, ოცნებისთვის ღირებულებას არ წარმოადგენს. არაფერი ღირებულება ამაში არ არის, იმიტომ რომ რაც არ უნდა უქნას ოცნებამ ამ ტიპს, მაინც 51 ხაზავს და რას, ანუ ამისი აზრი რატო არის გასათვალისწინებელი. და აი ეგ ტრაგიკული მოვლენა მარტო მაშინ ჩერდება, როცა ხელისუფლების მხრიდან რაღაც დისკომფორტის მომენტის აღქმა დაიწყება, რომ ეს ხალხი უკვე ამ ერთი და იგივეს არ იქანაც ებრუნდებიან, აღარ ჭამს რა. მადლობთ. ბატონო იაგო, თქვენთან მაქვს ესეთი შეკითხვა, სანამ შეკითხვას ვიტყვი. ჩვენ მოსახლეობას რაღაც გარკვეულწილად ვცოდავთ ალბათ და ყველაფერს უაბრალებთ ხელისუფლებას, ეს ადგილობრივი იქნება თუ ცენტრალური. მაგალითად, რას გულისხმობ? მაგალითად, ძალიან ეს შეიძლება არ არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ჩვენი ყოფიერების გაუმჯობესებისთვის, მაგრამ დაუშვათ ავიღოთ თბილისის სისუფთავე. მე მიწევს სოლაკ შეარული რომ ჩამოვიდე რუსთაველზე და იქ არის ესეთი შემოღობილი ძალიან ესეთი ლამაზი ღობით სახლების წინ სამსიანაგვით. იქ შეიძლება მოსახლეობა არ ყრის აივნიდან, მაგრამ გამლელმა შეჭამა გადააგდო, ძირს აგდებენ. და შემდეგ რო კითხო, როგორია დაუშვათ ქალაქის მერე, ცუდია, იმიტომ რომ აი რას გავს სისუფთავე არ არის. ჩვენც ხო ვყრით, უშუალოდ ჩვენ არა რა თქმა უნდა, მაგრამ მოსახლეობას ხო ანაგვიანებს. ჩვენც ხო უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქალაქი, ჩვენც ხო უნდა უფრთხილდებოდეთ. მარტო თბილისს არ გულისხმობ, მთელი ჩვენი სამშობლო უნდა გვიყვარდეს, არსად არ უნდა ვანაგვიანებდეთ. რამდენიც გინდა ყრია ქუჩაში ნაგავი. კი ბატონო, ასუფთავებენ, მაინც ყრის, იმ წუთას დაგავა და იქ ვიღაცამ გაიარა და დააგდო უამრავი რაღაცა გდია. როგორ ფიქრობთ, ეს მოსახლეობის ბრალიც არის, მე ამ რამე უნდა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით თუ რა ვქნათ ამ შემთხვევაში? განათლების პრობლემიდან შეიძლება ბევრგან იყოს აღზრდის პრობლემიდან დაწყებული ყველგან. საზღვარგარეთ არ ხდება. ზოგიერთ ქვეყანაში ყველგან არ ხდება. ნუ საბოლოო ჯამში, რა ვიცი, ან ხალხს თავი უნდა დაანებო და უნდა უთხრა რომ თქვენ თვითონ დაალაგდით ხალხს, გქონდეთ ადგილობრივი თვითმმართველობა ისეთი რომ თვითონ გადაწყვიტოთ რომელი დასუფთავების კომპანია მოგემსახუროთ. ან ერთი მიდგომა ეს არის, მე ამას უჭერ მხარს, რომ არსებობდეს ბევრი დასუფთავების კომპანიები. მოსახლეობა თვითონ ირჩევდეს უბნების მიხედვით, რომელსაც გაუფორმონ კონტრაქტი, რომელიც მომსახურება ჯობია და მეორე ვარიანტია რაც ჩვენ გვაქვს, რომ დამლაგებელი აყავს მერიას სამსახურში. გახსოვთ ეს კიდევ უგავას დროს იყო გახდი შენი ქალაქის მეზორი რასაც ვიძახდნენ. თუ ამას აწვევი და არავის ანუ შენ თვითონ აორგანიზებ ქალაქის დალაგებას, მაშინ კარგად უნდა დაალაგო, ეს ხო ძალიან მარტივი ამბავია. ან უნდა თქვა რომ ჩემი საქმე არ არის ქალაქის დალაგება. მოდით სხვადასხვა კომპანიებს გადავცეთ ეს ფუნქცია. არ არის საჯარო სამსახურო იყოს დამლაგებელი, არაფერ შუაში არ არის. შინაარსობრივად, ანუ ამას სხვანაირად ორგანიზდება ეს თემა, მაგრამ არსებულ სიტუაციაში, რადგან შენ გაქვს ამ ხელა ფუნქციები და მაგიტომაც გაქვს 2 მილიარდზე მეტიანი ბიუჯეტი,
რომ კარგად დაალაგო ხან კონკრეტული შემთხვევა არ ვიცი, მაგრამ თბილისი რო ყველაზე დაალაგებული ქალაქი არ არის ამ სამყაროში. მგონი ისედაც ხადია. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. მე მინდა ციტირება მოვახდინო ერთი დემოკრატიასთან დაკავშირებით ფილიპ ლეარის დემოკრატია სათუთი რამ არის? იგი ქარიან ღამეში ანთებულ ლამპარს გავს. მისი ანთება ძნელია, ჩაქრობა კი ძალზე იოლი. ეს ლამპარი მძლავრად რომ ანათებდეს, ამისთვის არა მარტო ადგილობრივი მმართველობის, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის არსებობაა აუცილებელი. ეს დემოკრატიის დედაარსი გახლავთ. ანუ ბატონო კახა, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი დემოკრატია. ესია თუ თავისთავად ხადი არის მეუბრალოდ აი ჩვენს რეალობაში ვიტყვი ამას რომ დამოუკიდებელ საქართველოს ღრნის ეს შიდა დაპირისპირება ერთხელ ამან მიიღო სამოქალაქო ომის სახე და მას შემდეგ არის მუდმივი სამოქალაქო დაპირისპირება რა ვიცი ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა სამოქალაქო დაპირისპირებაში გულისხმობ იმას როდესაც პოლიტიკური ძალები კი არ ხდება ისე რომ ნუ აი ან ერთი გაიმარჯვებს ან მეორე და როგორ ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში მე ის წაგებულები ულოცავენ გამარჯვებულებს რაღაცა ფუნქციას აძლევენ იმ დამარცხებულებს როგორც წესი ნუ არის დებატებიც მაგრამ აი ამ კლიმატში საქართველოში მუდმივად 92 წლიდან მოყოლებული პოლიტიკური ძალები ძირითადი პოლიტიკური ძალების დღის წესრიგში არის რომ უნდა დავამხოთ რეჟიმი და ეს რეჟიმი რო დავამხობთ უნდა გავასამართლოთ და გავაკულაკოთ და შესაბამისად რეჟიმების ამოცანაც არის აი რასაც ახლა იძახეს ქართული ოცნება და კობახიძე რომ ჩვენ უნდა მოვიგოთ ყველგან 64%-ში და სული უნდა ამოვხადოთ როგორც გივით არგამაძე იძახდა და დღევანდელი ხელისუფლებაც იგივე ჭკუაზე არის ყველას არ შეიძლება არსად ყველაზე პატარა რაიონშიც ჩხოროწყუშიც არ შეიძლება რომ ოპოზიციიდან იყოს მერი იმიტომ რომ რა ვიცი რას იზავს ერთხელ ვკითხე სხვათა შორის მქონდა ერთ-ერთ ყოფილ პრემიერთან არაფორმალურ გარემოში მოხდა და უთხრა აი რა მოხდა მეთქი ჩემმა პარტიამ რომ მოიგოს სამტრედის არჩევნები რას ვიზამთ მეთქი შენი აზრით სამტრედის დამოუკიდებლობას ხوار გამოვაცხადებთ დიდი რასაც იპარავს რა ვიცი შენი ჩინოვნიკი იმაზე მეც არ მოიპარავს და მაგისთვის პროკურატურა არსებობს და დაიჭირე აი რატო არის ტრაგედია ის რომ დაუშვათ იყოს სხვადასხვა პარტია სხვადასხვა თვითმმართველობის ორგანოში ანუ დემოკრატია ქვეყანაში ამ დემოკრატიას ახლა აქვს ზოგიერთისთვის ეს სიტყვა დემოკრატია არ არის ისეთი ასე ვთქვათ მაინც და მაინც რომ აი ხა ეს ქვეყანა სჭირდება ნახეთ ჩვენ რა უნდა ავხსნათ რომ დემოკრატია კი არა და სტაბილურობა პირდაპირ კავშირში არის კეთილდღეობასთანაც იმიტომ რომ შეუძლებელია საქართველოს ვერ გამიტანოს ნებისმიერი პოლიტიკოსის გეტყვით, ეკონომიკის გეტყვით, რომ არ შემოვა ამ ქვეყანაში სერიოზული ინვესტიცია არასდროს, იმიტომ არჯერა ეხა აქ ზოგიერთი როგორც საფრთხეზე საუბრობს, რომ ჩინელები შემოდიან, არაბები შემოდიან. არ მგონია მე რომ ვინმემ აქ შემოიტანოს მილიარდები, ვიდრე არის ეს პოლიტიკური არასტაბილურობა და არ იქნება აქ ნორმალური ცხოვრება, ვიდრე აი ეს ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს შორის არ ჩამოყალიბდება ნორმალური ურთიერთობა. მე ქართულ ოცნებას რაშიც დაუშვათ შეიძლება ვეთანხმებოდი, არც იმისი თქმა არ მიჭირს და ვამბობ რომ მაგალითად მათი მიდგომა საგარეო პოლიტიკის ზოგიერთ საკითხში, როგორც ევროკავშირთან მიმართებაში, ისე უკრაინასთან მიმართებაში შეიძლება ჩემთვის მისაღები იყოს. როდესაც ქართული ოცნება საუბრობს რომ აი მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიათ, ამასაც ვამბობ რომ ოპოზიცია მოლოტოვის კოქტეილებს არ უნდა ისროდეს, ეს არასწორია, მაგრამ მოდი მეორენაირადაც შევხედოთ სამიც. და ქართულმა ოცნებამ მოლოტოვის კოქტეილის სროლის გარდა სხვა სივრცე და სხვა არეალი დატოვა სადმე. აი არის ახლა ობიექტურად რო ვთქვათ ჩვენ ამ ქვეყანაში იმისი ალბათობა რომ ან მე ან ზურამ ან იაგომ ჩვენ ხო არ ვისურვებთ მოლოტოვის კოქტეილებს და ხო ასე ვთქვათ მივეკუთვნებით ეგრეთ წოდებულ კონსტრუქციულ ოპოზიციას რომ აი არჩევნების გზით შევცვალოთ ხელისუფლება. შენ როცა ამას არ ტოვებ, შენ ხო რეალურად იმ მოლოტოვის კოქტეილის კონცეფციას აძლიერებ. საერთოდ რეგისტრაცია გააუქმეს, გახსოვთ თქვენ ერთი წლის წინ კონსერვატორების პარტიას და ხა ვის მოწონს და ვის მოწონს ამაზე არ არის საუბარი. მე არასდროს არ მომსვლია თავში რომ ნაციონალურ მოძრაობას რეგისტრაცია გავუქმოთ. რატო? იმიტომ კი არა რომ დავნაშავეები არ არიან და კრიმინალები არ არიან. ჯო ყავთ მომხრე 15% და შენ იმ პარტიას რო გრძალავ, ესე იგი რას ამბობ რომ საქართველოს მოსახლეობის 15% ხმისუფლება ჩამოართვა და რაც თავარია ნაცებს რო აკრძალავ რა რომელი ჯობია იმ ასე ვთქვათ ბევრ პროცენტებს რო იღებენ ანუ ეგ ჩემი აზრით რაც არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას და ჩვენ გამოვაქვეყნოთ რამოდენიმე კვირის წინ პოლიტიკური კომპრომისის გეგმას. მე არ მჯერა რომ ხაბეიშვილი 5000 კაცზე მეც გამოიყვანს ან ეს რადიკალური ოპოზიცია. საქართველოში ყველაზე დიდი აქციები რაც იყო უკანასკნელი 10 წლების მანძილზე გამოიყვანა თვითონ ქართულმა ოცნებამ და ირაკლი კობახიძემ. გავრილოვის აქციაც მოაწყო, იყო პირდაპირ კობახიძემ რაც მოაწყო იმის შედეგი და ყველა სხვა დიდი აქცია იყო ხელისუფლების ბრექის და სიხისტის ბრალი. და ეხლაც თუ ამ ქვეყანაში ოქტომბერში და ნოემბერში მოხდება ის რაც მე ძალიან არ მინდა ქუჩაში პოლიტიკური პროცესების განვითარება ეს იქნება არა ხაბეიშვილი და ბოკუჩავამ რა უნდა გამოიყვანონ ეს იქნება ხელისუფლების
პოლიტიკის, აი ამ ხისტი, პირდაპირ ვიტყვი სიხარბის და გაუმაძღრობის ბრალი და კიდე არის დრო, რომ ცოტა აზზე მოვიდნენ და გონზე მოვიდნენ და თვითონ იფიქრონ იმაზე, აი მე რო ვიყო დღეს ხელისუფლებაში და ამ საერთაშორისო სანქციების და იზოლაციის პირობებში, მე თვითონ ვიფიქრებდი, რომ თბილისის თუ არა ნეტა ქუთაისის და ბათუმის და ზუგდიდის მერის არჩევნებს რომელიღაც მართლა გეუბნებით ხუთი. ნეტა ვიღაცა მოიგებდეს სხვა პარტია და გადანაწილდებოდეს პასუხისგებლობა და მოხდებოდეს განმუხტვა. რასაც კობახიძე აპირებს, აი მე მგონია რომ პირდაპირ ივანიშვილი დღეს თუ სანქციებში არის, ესე პირდაპირ სანამ არ დასვამს ხააგის ტრიბუნალზე არ მოისვენებს ეს ადამიანი. ცეცხლზე ნავთს ასხავს, აი ყველაზე ზუსტად ეს გამოთქმა შეესაბამება დღეს ხელისუფლების პოლიტიკას. დიდი მადლობა, ჩვენ ალბათ ბოლოსკენ მივდივართ. მე გავიხსენებ და ერთ არჩევნებს, რომელიც თბილისში ჩატარდა და შემდეგ სამივესთან თქვენთან მექნება კითხვა. გავიხსენებ 1875 წლის ქალაქის თავის არჩევნებს, რომელშიც გაიმარჯვა დიმიტრი ყიფიანს. თბილისის თავის არჩევნები. ახლა მე მინდა წავიკითხო გაზეთ დროება რას წერდა დიმიტრი ყიფიანს. დიმიტრი ყიფიანს აქვს ყველას ის თვისებანი, რაც ამ საპატიო და მძიმე თანამდებობისთვის საჭიროა. იმის წარსულმა ცხოვრებამ და საზოგადო მოქმედებამ მთელი საქართველო დაარწმუნა, რომ ის არის კაცი პატიოსანი, ენერგიული, საქმისცოდნე, მოუსყიდველი და უანგარო. ბატონო ზურა, თქვენი დავიწყებ. თქვენ რო გახდეთ ქალაქის მერი. თქვენი მოქმედებები, თქვენი პრიორიტეტები ანუ პროგრამების პრეზენტაციების დრო მოვიდა. კი ბატონო. პირველი ხვალ აი თბილისის მერი რო გავხდე, ზეგ უნდა დავიწყო სრული აუდიტი ყველაფრის, იმიტომ რომ ზოგადად თბილისის მერია კალაძის საქმიანობის ორი ვადის ფარგლებში გახდა ფულის კარგი საჭრელი დაზგა. ამიტომ მან თუ სრული აუდიტი არ ჩატარდა, ფული რაში იხარჯებოდა და თუ არ გაარკვიე მართლა ეგ სქემები როგორ არის აწყობილი, რავი ხა იჯდები მერი იქნები და გაგრძელდება ყველაფერი ისე რომ მოდი ძმა აგერ კოეფიციენტი გამიზარდე 1/5 სართული დავაშენოთ კორპუსს და მე პატივს გცემ, ეგ არსად არ წავა, ხო? ამიტომ პირველად არის გასაკეთებელი ეს სრული აუდიტი. მეორე რაც არის გასაკეთებელი, ეგ არის კონცეფციის დონეზე არის განსასაზღვრელი. ჩვენ რო საუბრობთ მაგალითად სატრანსპორტო კონცეფციის თემა, ხო? ეხლა მე ვიცნობ დაუშვათ სხვების შეხედულებებსაც იმაზე, აი დაუშვათ როგორ უნდა მოგვარდეს ეგ თემა, ხო? კი, მუნიციპალური ტრანსპორტი საჭიროა, შეიძლება ავტობუსები არის მეტი დასამატებელი, შეიძლება მეტროპოლიტენში შემადგენლობებია დასამატებელი, იმიტომ რომ რაღაც პიკის საათი შეიძლება ზომბი აპოკალიფსში გეგონოს თავი ზოგიერთ სადგურზე ესეთი ხდება. შეიძლება მე მაგალითად რასაც ვთვლი თბილისის გეოგრაფიიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თაგორიანი რელიეფი აქვს მდინარის ორივე მხარეს, მე ვამბობ, რომ შეიძლება მათ საბაგიროების ქსელი დაამატო, ეგ ისედაც ხო კარგი ვარიანტია და ბევრად უფრო მარტივია ვიდრე მეტროპოლიტენის ახალი სადგურების მშენებლობა, რაც კაი იქნებოდა, მაგრამ მოდი გულწრფელად ვთქვათ, ხა ვარკეთილში 2018 წელს ჩამოვარდა ჭერი, 7 წელი გავიდა, ეხლაც არ არის გაკეთებული, ამიტომ არა, ქალაქის მერმა თქვა, ეხლა დავიწყებთო ამას. კი, 7 წელი ამბობენ, ეხლა დავიწყებთო და ანუ თქვენი ოპტიმიზმის არ გაზიარების საფუძველი მაქვს, იმიტომ რომ 7 წელია ეხლა დავიწყებთ გვეუბნები. არა, ეხლა ვიწყებთო, ეხლა. მომეცით ხმა და დავიწყებ. ხო, ზუსტად ეგ არის, რა ვიცი ხა. მოკლედ, ნუ ორი ვადა გავიდა რა და ეს ეხლა მარტო მაგალითად კი არა, ეს ეხლა დავიწყებთ, არ თავდება რა, ეხლა ხალხს მინდა გავახსენო, რომ არის რაღაცები, რაც უბრალოდ უნდა გააკეთო. იგივე ცენტრალური პარკი თბილისის რაც იყო ნათქვამი ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, ხო 2020 წელს ამბობდნენ, რომ მანდ იქნება თბილისის ცენტრალური პარკი. რა ვიცი ხლა მე რო ხვალე თბილისის მერი გავხდე 6 თვეში ეგ მანდ იქნება და რავი 6 თვეში ეგ იქნება. მაგას პოლიტიკური ნება უნდა, მეტი არაფერი არ უნდა, ხო? ხა იმაზე არ დავიწყებ საუბარს, ხა კალაძე რო პირდებოდა, რომ თბილისი, რუსთავის მიწისზე და მეტრო და რაღაცები, აი მე ყოველთვის ეგრე ვდგები, რომ მოდი რა, მართლა ეხლა ამ არსებული რესურსებით, ამ კადრებით რაც არის კეთებადი, ის შეგვიძლია რომ გავაკეთოთ რა. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ დანგრეული შენობების რეაბილიტაციის პროგრამა. როგორ უნდა გაკეთდეს? თბილისის აი ძირითად ცენტრალურ უბნებში ყველა მშენებლობა უნდა ჩაიკეტოს გარდა ეგეთი შენობებისა. უნდა თქვა, რომ აი პატივცემულ სამშენებლო კომპანიაო, შენ ხო გინდა აშენება.
რა ვიცი, ან ქალაქის გარეთ იქ არის, მან გავცემთ მშენებლობის ნებართვებს, იმიტომ რომ იქ არის რაღაც ტრიალი მინდორი არის, კი ბატონო, მაგრამ ქალაქის ცენტრში თუ მინდა აქ შენება, მან გვაქვს შენობები, რომლებიც ინგრევა, აგერ ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა და ხალხი მოკლა. მე მჭირდება მაგ ყველაფრის რეაბილიტაცია რა. მოდი მოსახლეობასთან დავლაგდეთ კოეფიციენტს უფრო მეც მოგცემ, რომ შენს ფული დაგჭეს, იმიტომ რომ ხა არავინ შემოქმედები, რაგვიც ქველმოქმედების კუთხით არ მიუდგება, ხო, ბიზნესია, ამიტომ იმ ადამიანსაც ფული უნდა დარჩეს, იქ მაცხოვრებლებს უნდა დაკმაყოფილდნენ და რაც თავარია გავაკეთებდი საერთო არქიტექტურულ ხედვას. იმიტომ რომ დღეს თბილისში როგორ შენდება შენობები, ვიღაცას მოდერნი უყვარს, ვიღაცას რაღაც ბაროკო სტილი, ვიღაც საერთოდ ფუტურებს აშენებს და ეს დომხალი ისეთი არის, თბილისში რომ დადიხარ, გონია რომ რაღაცა ფილმის გადასაღები ის არის, ხო? აი, ამ რაღაცა საბაზისო თემებით, იგივე რაც თქვი ბიუჯეტის კონტროლზე მოქალაქეების მხრიდან, ანუ აი ეს მოწესრიგება, საერთო კონცეფციის ჩამოყალიბება, სრული აუდიტი, კადრების გამოცვლა და რაც ეხლა უკვე ეკეთებადია, რისი კადრებიც უკვე ყავს. მაგითი დაწყება და მე უკვე, მარტივად ვიტყვი რა ხა თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რა ვიცი 800 მილიონად ახალი სტადიონის მშენებლობა რა. სწორად გავანაწილებდი ბიუჯეტის თანხებს. დიდი მადლობა, ბატონო იაკო, გისმენთ სიამოვნებით. მოკლედ რო ვთქვა, ჩვენ ზოგადად გვინდა რომ მომავლის თბილისი დავინახოთ რაღაცნაირად, აი როგორი შეიძლება იყოს მომავალში ხვალდაზე არაფერი არ შეიცვლება, როგორც გითხარით, ეს არჩევნები არ არის, რომელსაც ფუნდამენტური ცვლილებები მოყვება. ჩვენ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ არჩევნებში უბრალოდ წარმოვიდგინოთ, ჩვენ რა გვენდომებოდა, აი რა იქნებოდა, ჩვენ რო გქონდეს ის ძალაუფლება, რომელიც ხშირად არ მოიპოვება ამ არჩევნებით, სხვა არჩევნებით მოიპოვება და რა იქნებოდა კარგი ამ ქალაქისთვის. პირველი რო აგირჩიონ მეორე დღეს რაც უნდა გააკეთო არის ის, რომ გაარკვიო ქართულ ოცნებასთან რა ურთიერთობაში ხარ. იმიტომ რომ ისინი არიან მთავრობაში, შენ ხარ თბილისის მერი, შესაძლოა პირველი რაც უნდა გაარკვიო, რომ რაზე შეიძლება შეთანხმება. მეორე რაც შეეხება და ამის მერე რაც გააკეთებ, ამ პასუხზეა დამოკიდებული. ასევე, აი, როდესაც ყველანი ვსაუბრობთ საცობებზე და ასეთ ტიპის ინფრასტრუქტურულ რაღაცებზე. აი, და ამის გადაწყვეტად შემოგთავაზეს ტრამვაის ავაშენებთ. ხო, უბრალოდ არაფერს შუაში არ არის. აი, მართლა დიღომში ხო არ შეიძლება ტრამვაი გადადიოდეს. თუ რამის გაკეთებას და მთელმა ქვეყანამ იცის ინჟინერებს, ვისაც გინდა მათ კითხოთ, რომ თავის დროზეც გასაკეთებელი იყო, რომ დიღომში მეტრო უნდა გადიოდეს და კიდე დამატებით კი უნდა იტვირთებოდეს გზები. არამედ საერთოდ ახალი ტრანსპორტი გავაკეთოთ, რომელიც გზებს განტვირთავს. თბილისი, რუსთავი უნდა იყოს მეტროთი დაკავშირებული ერთმანეთთან. ზოგადად ერთი ხო ძველი სახლები გვაქვს, მაგრამ მეორე სახლები ინგრევა ასევე ხრუშოვკების დროც მოდის უკვე მათ ექსპლუატაციის ვადა ეწურებათ. თუ შენ იქ არ დაინახე რაღაცნაირად ქალაქის განვითარების ახლებური ხედვა, სადაც პირობითად საბურთალოზე ერთ-ერთ უბანზე არის 20 ჰექტარი უკავია 40 კორპუსს, 40 ხრუშოვკას. მათ ნაცვლად რომ 5 და დიდი 50 სართულიანი სახლი იდგას. ხო, ბევრად გასახუთივი იქნება პარკში. და შენ ხო მთლიანად უნდა გადაიაზრო თბილისი და ამ გადააზრების პროცესში ჩვენ ხედავთ, რომ თბილისი თუ რამე პერსპექტივა გაგვაჩნია, უნდა იყოს ამიერკავკასიის ეკონომიკური ცენტრი. არა, ვთქვათ, საქართველოს პოლიტიკური ცენტრი, ქოსნაცური ჩხუბით დაკავებული. არამედ მართლა მეტი უფრო დიდი ამბიციები უნდა გქონდეს. ის რაც ახლა რაღაცნაირად მიდის ბაქოში, თავისი შინაარსი და სხვა ქალაქებში მიდის, ჩვენ დავცდილობდეთ, რომ აქ იყოს ეკონომიკური ცენტრი და ამისთვის გქონდეს შესაბამისი გარემო. ბევრი ლაპარაკი შეიძლება უბრალოდ, მაგრამ 2 საათია ვლაპარაკობთ და მე მგონი სხვანაირი ფორმითაც უნდა მივაწოდოთ ჩვენი გეგმების შესახებ ინფორმაცია, მაგრამ გვინდა ქალაქი, რომელიც ამიერკავკასიის ეკონომიკური ცენტრი არის, სადაც არა საცობები და ის რომ მანქანები შევზღუდოთ არის თავარი მიმართულება, არამედ პირიქით ახალი გზები ავაშენოთ, მეტრო ავაშენოთ, ხრუშოვკების ნაცვლად ავაშენოთ ცათამბჯენები, რომ ადამიანმა იცხოვროს პარკში და მაღლა ცათამბჯენზე. ჰაერით სუფთა იყოს რაღაცნაირად და საცობის ნაკლები კონდეს, იმიტომ რომ რამდენი გზა გათავისუფლდება, როდესაც ამდენ უსახურ ნაგებობას აიღებთ და კომუნისტებმა რომ დაამახინჯეს ეს ქალაქი, ხო ვიცით. და ეს რომ გამოსასწორებელი ესეც ხო ვიცით. დიდი მადლობა. ბატონო კახ. კი ბატონო, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებზე ბევრი ვისაუბრეთ და ამიტომ უბრალოდ ჩამოთვლი იმ საკითხებს, რომელიც მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დონეზე შეიძლება გადაწყდეს და ერთსაც ვიტყვი, რომ ამ პროგრამების განხორციელებისთვის ჩვენ არ ვჭირდება ხა ვიღაცა შეიძლება იფიქროს, რომ მაინც ხო ვერ მოიგებთ ხა 51%.
არა, ჩვენ გვჭირდება ხმების საკმაურისი რაოდენობა, შეიძლება საკრებულოში 2 კაცი ვყავდეს, 3 კაცი ვყავდეს, მაგრამ ამის გარეშეც გაგვიკეთებია რაღაცეები და ჩვენ მივახცევთ მაგალითად პირველ რიგში იმას, რომ იქნება მუნიციპალური აფთიაქი. ზოგიერთ შეიძლება ახსოვს, რომ პირველად ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ თურქეთიდან იაფი მედიკამენტების, იაფი რა საბაზრო ფასებში მედიკამენტების შემოტანა, რომელიც ორჯერ სამჯერ უფრო დაბალი იყო საქართველოს ბაზარზე არსებულთან დაკავშირებით. ეხლა მე ჩემი მანქანით დავდიოდი თვითონ, ამას საილუსტრაციო მნიშვნელობა ჰქონდა და რა თქმა უნდა აქ საუბარი იყო, რომ რა სულ ჯამში ალბათ 500 ოჯახზე მექნება დარიგებული, მაგრამ თუ ეს იქნება მუნიციპალური პროგრამა, ეს შემიძლია გარანტირებულად თქვენ, იმიტომ რომ არანაირ ბარიერებთან არ არის დაკავშირებული. თბილისის მოსახლეობის 100% მედიკამენტებს შეიძენს ბევრად უფრო ხარისხიან მედიკამენტებს, სხვათა შორის დაახლოებით ზოგიერთ მინიმუმ 2ჯერ და ბევრ მედიკამენტებს 3ჯერ უფრო იაფად. გარდა ამისა, შემდეგი რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ თამაში მეთანხმები აქ ზურად საუბრობდა, ეს უნდა იყოს ქალაქის ცენტრალურ უბნებში შენებლობების შეზღუდვა თუ არ არის საგანმანაკლისო შემთხვევა, როდესაც საქმე ეხება რომ უბრალოდ შენობა არის ავარიული. თბილისს ეს უნდა იყოს იმ კონცეფციის ნაწილი, რომ თბილის ახალი საცხოვრებელი ფართი და ახალი საცხოვრებელი რაიონები არ ჭირდება, არც აქ ამის რესურსი და არც ჭირდება, იმიტომ რომ ისედაც დედაქალაქში თავმოყრილი არის მოსახლეობის იმაზე მეტი პროცენტი, ვიდრე ეს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარეობს. ნაცვლად ამისა, რაც არის თავისუფალი სივრცეები, ეს უნდა მოხმარდეს არა რაღაცა რომელიღაცა ქოცი ბიზნესმენებისთვის კოეფიციენტების გაცემას, ეს უნდა მოხმარდეს პარკინგის სივრცეების შექმნას. პარკინგის დღეს უყურებენ, რომ ზარალიანი არის, სხვათა შორის, ახლა საქალაქო სასამართლოში დავდივარ თითქმის ყოველდღე და ისედაც წვეტა იყო იქ პარკინგზე. დაკეტეს, ვიკითხე იმ პარკირებს, რატო დაკეტეს, მეთქი შენებლობის ნებართვა აიღო ვიღაცამ. უნდა მოხმარდეს, ორი პრიორიტეტი უნდა იყოს. პირველი ეს არის რეკრეაციული ზონები და გამწვანება, მეორე ეს არის პარკინგი და შესაბამისად უნდა მოხდეს კიდევ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ამასაც ვიტყვი, ეს მინდოდა მეთქვა, როდესაც აი საუბრობდა იაგოზე და ზურაც ამ City Park-ის ასე ვთქვათ ახალი ვერსია რო აქვს კალაძეს. აი ზურამ თქვა აბსოლუტურად სწორად, მეც შევხედრი ვარ ახლა იმ ჩემი აზრით ძალიან დაბალი კომპეტენციის ჩინოვნიკები იყვნენ მერიაში, რომ ამბობდნენ, რომ აი ეს კეთდება იმიტომ, რომ უნდა გადაჯდეს ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. შემამოცხონებულო, გააკეთეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კარგი და ეგება არ ჭირდება იმ კაც მატრახი და ჯარიმა და თავისით გადაჯდეს. დღეს ხო ეს ალტერნატივა არ არსებობს. ეს ალტერნატივა უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ძვირიანი, განსხვავებით ზოგიერთი სხვა პროგრამისგან, ეს არის ძვირიანი, მეტროც ეს არის ძვირიანი პროექტი, ტრამვაით ეს არის ძვირიანი პროექტი და დედაქალაქის ბიუჯეტის სხვა მიმართულებებს უნდა მოაკლო, უნდა გამოათავისუფლო და რაც თავარია ეს არის მრავალწლიანი პროექტი. 1 და 2 და გინდათ 3 წელიწადში ინფრასტრუქტურა არ შეიძლება, შეიძლება ერთი მეტროს სადგურის კი არ ხო ხედავთ სახურავს 8 წელია აკეთებენ და ვერ გააკეთეს. ამიტომაც ეს უნდა იყოს გრძელვადიანი პროექტი, რომ ჩვენ თუ გვინდა რომ მეც მომწონს ძალიან სტრასბურგში მაგალითად არაჩვეულებრივი არის, პირდაპირ დადიხარ და ხედავ რომ ხალხს სახლებში უყენიათ მანქანა, თვითონ დადიან ტრამვაით, მაგრამ აქვს იმ კაც არჩევანი. ტრამვაიში ჩაჯდეს თუ იმაზე რა ქვია, ველოსიპედზე დაჯდეს თუ მანქანით იაროს და შენ თუ არ აქვს ეს არჩევანი. ის პოლიტიკა, რომელსაც ქალაქის მერია ატარებს, რომ უბრალოდ გაგიმწარებ ცხოვრებას, ეს არაფრის მომცემი არ არის. ძალიანაც მინდა რომ ესე იგი მეც ვიარო ტრამვაითი სახლიდან სამსახურში, მაგრამ არ არის ამისი ალტერნატივა. მით უმეტეს სტრასბურგში ისეთი ლამაზი ტრამვაია და ისეთ სასიამოვნო არის ეს ეხლა. იმით მაგალითად სტრასბურგს გავიღეთ, იმით გმსავრობა ისეთ სასიამოვნო სიამოვნების წრეები და ერთი რაღაცაც უნდა ვიცოდეთ, კიდე ეს ველოსიპედების გატაცება და ველობილიკი. ხა ზოგიერთი რაღაცა თეორიაში ლამაზია, მაგრამ პრაქტიკაში ზურამ ერთი მიზეზი თქვა აბსოლუტურად სწორად, ეს არის თბილისის გეოგრაფია. ანუ თბილისის მერმა და მერიამ თუ არ იცის რითი განსხვავდება, რა ვიცი, თბილისი და მოსკოვი, თბილისი და პარიზი, იმიტომ რომ რუკაზე პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ არის ხა გამოდის ბავშვებისთვის რელიეფური რუკა თუ გინახიათ თქვენ. აი რელიეფური რუკა უნდა უყიდო და დაინახავს, რომ სხვადასხვა, მაგრამ არის მეორე მიზეზიც კიდე. ეს არის ქალაქის მასშტაბი. ანუ ის სტრასბურგი ბევრად უფრო პატარა არის ქალაქი და ეხა ის რაც შეიძლება 100,000-იან ან 50,000-იან ქალაქში ველოსიპედი იყოს ქალაქის ძირითადი გადაადგილების ძირითადი საშუალება, თბილისში ეხა მილიონიან ქალაქში წარმოიდგინეთ ერთბაშად რომ დადის 1,500,000 ველოსიპედი. ეს შეიძლება უარესი კოლაფსი იყოს და თათმინდი და რომედი ხარ გლდანში მაგალითად. ეს არასერიოზული არის. ეს შეიძლება გასართობად, დასასვენებლად იყოს კარგი. და რაღაცა თვეში ორჯერ, მაგრამ არასერიოზული არის ქალაქის მერიის კონცეფცია, რომ ეხლა თბილისელებმა უნდა იარონ ველოსიპედით, არა. ამისი მთავარი ამოცანა არის, რომ ერთი უნდა ზოგადად ხელი აღარ შეუწყოთ ქალაქის საცხოვრებელი ფონდის და შესაბამისად მოსახლეობის ზრდას და მეორე დიდი ფული და დიდი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს
საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დიდი მადლობა, თანაც ალბათ მოსახლეობას უნდა ვკითხოთ, გვინდა ველოსიპედებით სიარული? ხა რატო უნდა გადაწყვეტოს მერმა, ჩვენ უნდა ვიაროთ მოტოციკლეტები და ველოსიპედები არ მინდოდა დამატება. ახსენა, ზურამ ახსენა მგონი თუ იაგომ არ მახსოვს ტრანსპორტზე გადავჯექ, იმიტომ რომ ისეთი საცობებია, რომ მანქანით ვერსად ვერ აბაშის თუ ხო, მაგრამ ახლა 70 წლის ქალი ხო ვერ გადაჯდება რა. არ არის ეგ ზოგიერთი რომ ამბობს რომ კულტურის ამბავი. რატო კაცო იგივე ქართველები არ ცხოვრობენ აბაშის და სამტრედიაში? სადაც არის შესაბამისი პირობები რა, იგივე სიცხლი და ხორცი აქვს რაც ჩვენ. იქ თუ დადიან ველოსიპედით, აქაც ივლიდნენ. რომ იყოს შესაძლებელი. რა თქმა უნდა, არ არის ეს რეალური და ეს არის უკიდურესად ზედაპირული, არაკომპეტენტური და აი რაღაცა სათამაშოს დონეზე რო უყურებენ ქალაქის მართვას, ისეთი ხალხის მოგონილი თემა, რომ თბილისში ველოსიპედი უნდა იყოს. მოკლედ, ძალით პრობლემების შექმნას ხალხისთვის თავი უნდა დავანებოთ. ეგ ჯარიმები და პარკინგის გადასახადი რაც არის, ერთი 5 ჯერ არის შესამცირებელი მინიმუმ. და მოდი ისეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავაკეთო, რომ თვითონ მოუნდეს ადამიანს იმაზე გადაჯდომა რა. ეგ არის საერთო ხედვა მე მგონი. ზოგიერთ ევროპულ ქალაქში საერთოდ შემოიღეს უფასო. მაგარი ის არის ეგ ხა ასე თქვა, რომ წამოიკიდო მომხმარებელი და მგზავრი, რომ არიაროს მანქანით. ნუ გერჩი არაფერზე უფასოზე არ დაგთხოვდება კონცეპტუალურად, მაგრამ იაფი იყოს რა. უბრალოდ ყველანაირ დროს გადავაცილე ამ აფეთქეს ტელეფონზე და კი ბატონო, დრო არ დავიკავ. დავამთავრეთ. კი ბატონო, დიდი მადლობა. იმიტომ აღარ ამატებ. არა პროგრამაც კი შეამცირა. ხო, შემოგვეპარად რომ რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩვენი მოწვევა, მობძამდით, დაგვთანხმდით და მოქალაქეებს მინდა მივმართო აუცილებლად რომ იცოდნენ რომ თვითმმართველობა, ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის მხოლოდ პოლიტიკის ნაწილი, ის არის ჩვენი ყოველდღიურობის შემქმნელი და ჩვენ მეტი მონაწილეობა უნდა მივიღოთ, როგორც აქ აღინიშნა ხო, მეტად უნდა ვიაქტიუროთ, იგივე იმ არჩევნებზე სწორი არჩევანი გავაკეთოთ და ეს იგივე ჩვენი მომავალია, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ახლობლების. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან. დიდი მადლობა. მადლობა, კარგად გძანდებთ. კარგად გძანდებთ.